მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიწყებთ პირველ, ესე რომ ვთქვათ, მოკლე გადაცემას, სადაც მიმოვიხილავთ უკვე ჰობების შესახებ, სხვადასხვა ჰობებს. ჩვენ გადაცემას დავარქვით, ესე რომ ვთქვათ, ჰობ ჰაბი, რომელიც იქნება ორიენტირებული ნებისმიერ ჰობზე. ძირითადი თავიდან დავიწყებთ იმით, რომ ეს იქნება თევზაობის სხვადასხვა სახეობები, როგორიც არის მაგალითად ფიდერი თევზაობა, კარპის თევზაობა, ჩვეულებრივი ტივტივი თევზაობა და შემდგომ უკვე სხვადასხვა გადაცემებში უკვე დაგიბრუნდებით ნადირობის თემით, ლაშქრობის თემით და იმ ჰობებით, რაც ზოგადად ჩვენ თითოეულ ჩვენთანგანს ზოგს მცირე დოზით, ზოგს ძაფრად უკვე გვაქვს ჩვენ თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, ხო და გვანიჭებს სიამოვნებას. დღეს მე, შოთა და დანიელი წარმოგიდგენთ ყველაზე მეტად დღესდღეობით ზამთრის პერიოდში აქტიურ მიმდინარეობას, ეს არის ხავსის თევზაობა და მიმოვიხილავთ ხავსის თევზაობით დაკავებული ადამიანებისთვის რა არის კარგი, რა არის ისეთი, რომელიც გამოადგებათ და რა არ უნდა იყიდონ იმისთვის, რომ თანხები არ დახარჯონ და არ მოხდეს შემდგომ ის, რომ ანუ ვერასდროს ვერ გამოიყენონ და იყოს ფუჭად გადახდილი ეს თანხები. ამიტომ ამისგან თავი ავირიდოთ, ჩვენ მეც და დანიელი შევეცდებით, რომ ის გამოცდილება რაც გვაქვს, უკვე ამის საფუძველზე გირჩიოთ სხვადასხვა ნიუანსები, სხვადასხვა კოჭები, ჯოხები, იგივე ძუის გამტარები და სხვა ნიუანსები, იგივე ტიპტივები და ასე შემდეგ. მოკლედ დღეს მე და დანიელი მიმოვიხილავთ ეხლა რაც პროდუქციაც გვაქვს, აი დანიელიც უკვე ჩაშლის ეხლა ამ სიტუაციას, ამ თემას და მაგ გისმენ დანიელ. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. დღეს გვაქვს ვოლჟანკის პროდუქცია. ერთი ჯოხი არის კომპრომისი და მეორე არის შტორმი. გვაქვს ჩინური ეგრეთ წოდებული კოჭა, რომელსაც ხშირად ზვიოზდაჩკას უწოდებენ ხოლმე და გვაქვს ორიგინალი ნევსკაიას კოჭა, რომელსაც ძირითადი ნაწილი ხმარობს ხავსით თევზაობის დროს. ესე იგი, რაში არის განსხვავება? ანუ ბევრი ყოველთვის მეუბნება ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ რა მნიშვნელობა აქვს კოჭას როგორც დააყენებ თავარია, ხავსის არჩევა იცოდე, იქ გატარება იცოდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ფულს რაშიც ვიხდით ჩვენს კომფორტში პირველ რიგში. რაც უფრო კომფორტული არის ჩვენთვის იმ საქმის კეთება, რაც ჩვენ მოგწონს, მით უფრო მეტ სიამოვნებას ვღებულობთ და ამაზე მე მგონი ვთანხმდებით სუყველი. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი ჯოხი, დავაყენოთ ნებისმიერი კოჭა და ვერ მივიღოთ ის სიამოვნება, რაც უნდა მიგვეღო. აი მეც მაინტერესებს, რომ მე ხა ძირითადად ხავსით არ ვთევზაობ და ეგ მაინტერესებს, აი მაგალითად მეც მაგას ვერ ვხვდები იდეაში რატომ უნდა გქონდეს პირობითად ეს ეგრეთ წოდებული ვარსკვლავი კოჭები და რატომ არ შეიძლება ჩვეულებრივი კოჭით, ანუ არაინერციული კოჭა, სადაც ეძახიან, რასაც პირობითად ვიყენებთ ფიდერში და ტიპტივაში, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იგივე ხავსის თევზაობის დროს. შოთა რას ფიქრობ, იცი, მე მგონი ესე ლაპარაკით ისე კარგად ვერ გადმოვცემ. ჯობია მე მგონი ვნახოთ, ხო, ერთად რაში არის განსხვავება და რატომ, რისთვის. ესე იგი, ჩვენ აქ გვაქვს ძალიან კარგი კოჭა. მე ძალიან მომეწონა ეს. რომელიც არის არაინერციული კოჭა. არაინერციული კოჭა, ესეც ვოლჟანკის სტალკერი. მართლა ძალიან კარგი კოჭა, მეტალის მაქო, მეტალის ყველა დეტალი, ხელის მოსაკიდიც მეტალის აქვს. მე ძალიან მომეწონა. მაგრამ რატო არ უნდა ვითევზაოთ სიტყვაზე არაინერციული კოჭით? და რატო უნდა ვიმუშაოთ მაინც ინერციულად? პირველი, გატარებისას ჩვენ ხსნით კოჭას და ვაყოლებთ დინამის. ამასობაში ერთ ხელში გვიჭირავს ანკესიც და კოჭაც, მეორე ხელში გვიჭირავს ძუვა. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. როცა ჩარტყმა ხდება, ჩვენ ძუვას ვკიდებთ ხელს და აი ამ ნეკათით, აი მე ესე მეკომფორტულება მაქსიმალურად ვცადე. აი მაქსიმალურად ვცადე, რომ როგორ შეიძლება ვითევზაო ამ კოჭით. და ესე ძუვა გიჭირავს ცალხელში, ამ მოკრავ და თან კეტავ და უკვე იწყებთ მუშაობას. ანუ ჩვენ კიდევ ვიცით, რომ ხავსით როცა ვთევზაობთ, წამებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
როცა არ არის აქტიური თევზი, ის უბრალოდ წვერებს მოკიდებს პირს და ცდილობს რომ ნელ-ნელა შეჭამოს. ფაქიზად ძალიან. ჩვენ ამ დროს, როცა ვკეტავთ და კარბავთ, ესე ვთქვათ, თევზს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ გაიქცეს. ეხლა როგორ მუშაობს, ეგრეთ წოდებული აი ეს დღეს გაქვს მოტანილი საკმაოდ ისეთი ის გაუკეთე აი მაგ კოჭას შესავალი რომ რაღაც საგვარეულო რელიკვიასავით არის ხო და ეგ რა გაქვს ამას მე არ ხმარობ სათევზაოდ საერთოდ არ ვიყენებ ეს რომელი წლის მოდელია ეს არის 1970 წლის მოდელი საერთოდ გაუხსნელია უხმარი და უბრალოდ ამ ჩვენს გადაცემაში აი გამოჩენებინა ხალხისთვის როგორ უნდა მოუახო კოჭას ეს თავისი ხავალები სად ანუ მაგის პოვნა დღეს ძალიან ჭირს და ძალიან ჭირს და თითქმის შეუძლებელი არის ხა ამნაირ მდგომარეობაში თავის ხაღალდით, თავის ბურთით, პასპორტით და ყველაფრით ხო დღეს ხა 1970 წელს გამოშვებული კოჭები კი არა და ვიცი უყურეშოთა რა ხდება კორპუსები აღარ არის მაგასაკის ვარსკვლავი კოჭის შემთხვევაში ჩვენ კოჭა გვიჭიროს ანკესთან ერთად ერთ ხელში იასე მეგობრებო აი კაცაც რო ანა ხო იდეაში ხო კამერას აი ასე გვიჭიროს ხო ანკესი და კოჭა ერთ ხელში რომ დინარეზე ჩემ მეგობარი მეუბნება ხოლმე რომ ანუ ჩემ მეგობარი თევზაობს ამ მიასარუკებს რო ეძახიან კოჭით და ჩემ მეგობარი ყოველწლიურად მოსაწევის დრო ყოველთვის გაქვს ამ ცალი ხელის ყოველთვის თავისუფალ ინა ჯიბეში ჩაიყო ფოლიო ხელი ვარ გაგეკინოს ერთი ხელი ზოგადად აი ხავსი თევზაობა რატომაც არის ზოგადად რთული ეგ არის რომ კომფორტი ზონაში არ ხარ რა რაღაც კომფორტი ზონიდან გადიხარ ხო და დაუბრუნდეთ კომფორტის ზონებზეც ვისაუბროთ იმიტომ რომ ბევრი არასწორად უდგება და იმიტომაც ვერ ხვდება იმ კომფორტის ზონაში ჩემი აზრით და ანუ რაში არის საქმე ამ ერთ ხელში რომ გვიჭირავს ეს როცა ტრიალებს ანუ მიყვება დინებას ჩვენი ტივტივა ჩვენ შეგვიძლია იმ წამს როცა ხდება ჩარტყმა შევაჩეროთ თითით და ამასობაში უცბად თევზის ეგრეთ წოდებული ჩარტყმის დროს ნემსკავი გამოვდოთ უკვე ეს არის ძალიან სწრაფი მეთოდი აი ამაზე სწრაფი მეთოდი მე არ მეგულება ხო მაგაზე სწრაფია თითით ხელში გიჭირავს პირდაპირ აწეული ჯოხის მდგომარეობიდან უკვე უკეთებ ეგრეთ წოდებულ პაცეჩკას როგორც ეძახის ხალხი ამაზე კარგი მეთოდი არ არსებობს ეხლა რაც შეეხება კომფორტის ზონას, ეხლა ნახსენე შოთა კომფორტის ზონა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იმ კომფორტის ზონას თვითონ ან იუქმებს, ან საერთოდ არ იქმნის. და რატო? თუნდაც ეს ნევსკაია კატუშკა, კოჭა რა. თუნდაც ის კარგი ჯოხები, რომელიც ძვირი ღირს და არ ყიდულობს, პიროვნება ძვირი ან აფასის დიაპაზონში აი მე გამიგია ეგეთი მე ხა პირობითად რასაც აკვირდები ხო ანუ ესეთი სეგმენტებად რო დავყოთ ანუ ხავსით მოთევზავები არიან ყველაზე მეტად ნაკლებ ბიუჯეტური სეგმენტი და მე მოდის უკვე სხვადასხვა ტიპივაც კი მაგათზე მეტად ეს ადრე იყო დაგეთანხმები 100%-ით რომ ადრე იყო ეს სეგმენტი ნაკლებად ზოგს ეხა ხავსი მაგალითად ქვები მიაქვს სახში როგორც გებულო რა ქვებს ეგრეთ წოდებულ აბანოში ალაგებენ და რაღაც ფლორა და ფაუნა სახში გადააქვს. თუ არ იცით როგორ მუშაობს ხავსის მოყვანის ტექნოლოგია, თუ არ იცით საერთოდ ეს ბუნება როგორ არის მოწყობილი, რატომ უნდა იყოს წყალში ქვები და არა სახში. ანუ ამაზე შეგვიძლია დილამდე ვილაპარაკოთ ამ თემაზე რა. ანუ ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თევზი რატომ არ უნდა წაიყვანო და რატომ უნდა გაუუშვა და ამ დროს ქვები მიაქვს უკვე და ეხლა აღმოჩნდა ისე რომ ქვები მიაქვს და მდინარეებს კალაპოტებს უცვლიან. რეალობრივი ჰერკულესები. ანუ ვინც არიცით მეგობრებო, აგიხსნით რა. ანუ ხუთი ქვა რო არის ჩალაგებული და ეგრეთ წოდებულ პერეკაც რო აკეთებს. დინარე იქ ერთ ქვას რო ამოიღებ, ანუ სხვანაირად ურტყავს წყალი იმ ადგილს
და იმ ქვებს შლის. ანუ იქ პერეკატი აღარ იქნება. და დღეს რო ხავსის სახში წაიღე და ვითომ მოიყვანე ჯერ ერთი აი ეგ საშინელება ვაფშე არ მუშაობს რა და რატო საერთოდ სახში რა მგონია ვინმეს ყავდეს მტკვრის წყალი ან გაუფილტრავი რამე წყალი შეყვანილი და ქლორიან წყალს რო დაასხავ ნებისმიერ მცენარეს ანუ შეიძლება ძაღლს დაალევინო ქლორიანი წყალი ან ცხოველს ნებისმიერს და ისიც ცუდად გახდება მაგრამ ამ მცენარეს რო ქლორიან წყალს უსხავ ანუ ვერც ერთი ვერ გაიხარებს რა მაგრამ ვერ გაიხარებს ახლა მანდ ანუ ეხლა ძირთად რომ დაუბრუნდეთ ან მე ხო მაგას ვერაფერს ვერ ამოჭიდ იმიტომ რომ ისე ნუ არ არის პრობლემა აუ დათო მოგეთ ეხლა თემა არის ესეთი მე პირადად მაინტერესებს აი ხავსი თევზაობის ესე ვთქვათ დაწყება მინდა იმიტომ რომ ხავსი თევზაობას მე ესე ვთქვათ არ ვანიჭებდი დიდ უპირატესობას იქიდან გამომდინარე რომ აი როგორც წეგან აღვნიშნე მე უფრო მეკომფორტულება მაგალითად ფიდერი თევზაობა იმიტომ რომ კომფორტულად ხარ ერთ წერტილში თევზაობ გათვლები გაქვს იმაზე რომ როგორ უნდა მოიყვანო თევზი და არა ის რომ როგორ მოძებნო თევზი ხო მთელ მდინარეში ხო და როგორ ეძებო ადგილები როგორ შეიცვალო ხა სპინინგთან შედარებით იმდენი ადგილის სრულ არ გიწევს და ეგეც ჩემთვის კომფორტულად მე საერთოდ არ მიყვარს ბევრი სიარული იქიდან გამომდინარე რომ დასასვენებლად არიან ადამიანები ვისაც ბევრი სიარული უყვართ თევზაობის დროს ლაშქრობაში თუ მიდიხარ ნუ ოკეია რა სიარულისთვის მიდიხარ და წახვიდე და ასე შემდეგ მაგრამ როცა სათევზაოდ მიდიხარ და იქ რაღაც პირობითად სხვა კომფორტის მოლოდინი გაქვს შემდგომ უკვე ამაკესით შეგედავები შოთა მაგაში იმიტომ რომ არის მაგის სეგმენტი რომელსაც მოსწონს აი მე მაგალითად არა მე მაგაში გეთახმები რომ ხა ანუ ვისაც უნდა იაროს ანუ მე მაგაში მოყვები მაგ დათმაში რომ ანუ ოკეი ვისაც სიარული უნდა იაროს რავი კილომეტრები გაიაროს და მდინარის სათავემდე ავიდნენ და იმ სათავის ზევით ავიდნენ კიდე და ნახონ თოვლი როგორ დნება და ნაკადული როგორ ეგ ნუ პრობლემა არ არის ვისაც მაგის მუღამი აქვს ეგრე აკეთოს მაგრამ მე აი მაგის მუღამი არ მქონდა ხოლმე არასდროს ამიტომ სპინინგი ცოტა ისე მეტად არ მიტაცებდა ხო არის ანუ ყველანაირი სტილის თევზაობა მიყვარს მაგრამ იმ სტილებში კიდე არის ყველაზე ისეთი სტილი რომელიც უფრო მეტად მიყვარს ამათან შედარებით და ეს არის მაგალითად ფიდერი თევზაობა ხო მაგისთვის ამდენი წელი სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებ, სხვადასხვა ტექნოლოგიებს ვიგონებთ და ნახულობთ, ტესტავთ და რაღაცებს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად პროდუქტიულები ვიყოთ. ხო და აი ამიტომ ეხლა მე მინდა რომ ეს ხავსი თევზაობა ესე ვთქვათ დავამუღამო. და აი რას უნდა მივაქციო, მან მეტრაჟი, ჯოხის მეტრაჟობა რამდენი უნდა იყოს. ჯოხის ეგრეთ წოდებული კოლიცუებს რასაც ეძახით თქვენ რომ აი გაიდები რაც არის რომ აი როგორ უნდა გაიაროს იმ ეგრეთ წოდებულ სადავების ზუის საყრელი რგოლები რაც არის და ანუ ეგ ყველაფერი რას უნდა მივაქციო ყურადღება რომ უფრო მეტად პროდუქტიული იყო და ანუ ხო ხტები საბოლოო ჯამში ის არ მივიღო რომ აი თუნდაც ძვირიანი რაღაცები ვიყიდო იაფიანსო თავი დავარებოთ და მე ხო ანუ ისე აღმოჩნდეს რომ რაღაცა სხვა მივაყენე რაღაცა სხვა დავაყენე და ნუ ეგეც მოსულა მე მინახავს ხალხი 5000-იანი კოჭა ეყენათ სპინინგის ჯოხზე და თევზაობდნენ დონკით ან დონკის სტილში თევზაობდნენ რა დონკას ეძახდნენ სპინინგის ჯოხი იყო 5000-იანი კოჭა იყო და სადღაც 100 გრამიანი ტყვია იყო მომული და ნუ ეს ოკეი ანუ თევზი შეიძლება ეგრეს დაიჭირო მაგრამ ჩვენ ხო იმაზე არ ვსაუბრობთ თევზი როგორ შეიძლება დაიჭირო ანუ ვსაუბრობთ იმაზე კომფორტულად როგორ შეიძლება დაიჭირო ჩანგლით თუ იარე და რაღაც ხელით თუ იარე და რაღაც ეგ ხო არ არის თევზობის სტილი არ არის ხო ეხა ის არ ღვევს და იმიტომ კი არ არის პრობლემა რას უნდა მივაქციო რომ მივყვეთ აი კოჭებზე ვისაუბრეთ უკვე შოთა მოდი ახლა დავიწყოთ ანკესით ანკესი ან ჩემ გამოცდილებაში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის 5 მეტრიანი ჯოხი მე 6 მეტრიანი ჯოხიც მაქვს და იმითაც ვთევზაობ ხოლმე მაგრამ ვთევზაობ ისეთ ადგილებში სადაც 5 მეტრიანი ჯოხის სიგრძე არ მყოფნის სიღრმეებისთვის ანუ ჩვენ ხო რეალურად ანუ ამ სიღრმეებს როგორ ეძებთ ხოლმე ანუ იდეაში როგორც ჩვეულებრივი ტივტივის ჯოხი თუ ეძებთ ანუ ვიწყებთ ბატარიდან და ვზდით სიღრმეს ყველაზე ოპტიმალური სიღრმე არის გატარების დროს დაახლოებით თუ ავიღოთ 30 მეტრის დისტანცია სატარებელი მანძილი ან 50 მეტრი უკვე აქ მუშაობს უკვე თვალი ანუ ვინ სადამდე ხედავს კარგად თავის პაპლავს და ტივტივას ერთ სიტყვით ეს თემა უკვე არის დამოკიდებული პირადად შენზე
რომ რამდენ მეტრაზე გაუშვებ ტივტივას. თუ შენ სიტყვაზე აიღებ 30 მეტრიან დიაპაზონს, რომ 30 მეტრაში ატარო ტივტივა, იმ 30 მეტრის მანძილზე ოქროს სიღრმეს ვეძახი, როგორც აი 30 მეტრის მანძილზე გავლისას ორჯერ ან სამჯერ მაქსიმუმ ფსკერს რო წამოედება გრუზი. ტყვია რო წამოედება ფსკერს, ოდნავ დააღურჭინებს პაპლავას. ტივტივას. და რამდენი სიღრმე რამდენზე არის ხოლმე ყველაზე მეტად ოპტიმალური თუ არა აქვს ეგრე არ არსებობს მასე ვერ გაიგებ ძირითადად ფსკერთან ახლოს ძირითადად იმიტომ რომ არის სახეობები რომლებიც არ გაცდიან თევზაობას და ანუ ზედაპირთან უფრო ახლოს ბინადრობენ თუნდაც ის თეთრულა ისიც წვიტავს ან ხავს და აფუჭებს. ნაფოტაც აფუჭებს. ნაფოტაზე რამდენად არის ხოლმე ზოგადად შესაძლებელი ნაფოტის დაჭერა ხავსით თევზაობის დროს თუ არა აქვს მაგას არანაირი. რამდენად მოსწონს საერთოდ ნაფოტას ეგრეთ მე არ ამგონია რომ პირდაპირ ნაფოტაზე ვინმე გამიზნულად თევზაობდეს ხავსით, მაგრამ უბრალოდ შეიძლება შეხვდეს. პირადად მე ხშირად დამიჭერია ნაფოტა ხავსზე. კი, ხშირად დამიჭერია, რაც დამიჯერე ძალიან არასასიამოვნო მომენტი. როცა ელოდები ხრამულს, ელოდები ჭანარს და უბრალოდ ნაფოტა გამოვა რაღაც 10 სანტიმეტრიანი და ხო. ნუ 10 სანტიმეტრი რო იყოს კიდე კარგია. ხო, 10 სანტიმეტრი უფრო პატარები კი. ხო. აი ხა ჯოხებზე ჯოხი ეხლა 5 მეტრიანი ჯოხი საკმარისია და ძალიან ოპტიმალური ვარიანტია, იმიტომ რომ ჩვენ მდინარეებში ძალიან იშვიათად თუ სადმე არის 30-50 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც არის 5 მეტრზე მეტი სიღრმე. ნუ აღმოსავლეთ საქართველოში მაქვს საუბარი ჩვენს კი. თორე რიონს ვიცი რომ ძალიან ღრმა ადგილები აქვს და ნუ ერთ სიტყვით რაც შეიძლება მსუბუქი უნდა იყოს ჯოხი, რომ თევზაობის დროს ჩვენ თვითონ არ დავიღალოთ ჩვენ. სულ ხელში გიჭირავს, ხო, იქ ვერ დადებ და ვერ წახვალ და ფიდერი არ არის. ნუ სულ ეგრეთ წოდებული ექშენში ხარ, სულ მოძრაობაში ხარ, ყველა ვარიანტში რომ ჯოხი. და ამიტომ უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი ჯოხი, მაგრამ ჩვენ ამ სიმსუბუქით არ უნდა მივცეთ დისბალანსი ჯოხის მწვევადობას, არასწორ წყობას. არასწორი წყობა არის ძიმე წყობა. როცა შენ პაცეჭკა როგორ არის ბიჭო ქართული? პაცეჭკა როგორ არის? გამორტყმა რაღაც. მე გვეტყვიან დაგვიწერენ პაცეჭკის ქართული შესატყვისი როგორ არის? არც მე ვიცი, ნუ ჩარტყმა გამორტყმა რაღაც ეგეთი. არა, ჩარტყმა ის რო ჩარტყმა რო გამორტყმა, ალბათ გამორტყმა რა პაცეჭკა რა. ხო, ერთ სიტყვით აქედან რო გამოარტყავ. ანკესი არ უნდა დაიღუნოს ინდონეზე და მე არ უნდა გასწავლოს. ეგეთი თევზი თუ დაგიჯდა რომ პირობითად დაღუნა ჯანდაბას კიდე ხო ეხა. ხო, არა რეალურად დროსაც ყველაზე მეტად არის ხოლმე ესეთი საუბრები რომ აი მოგვისმენია რომ ყველაზე დიდი რამდენი დაგიჭერია ძმა და ეგეთი რა თქმა უნდა გაყო ორზე ძალიან მარტივი ხო და აი რომ გავყოთ ორზე რომ რამდენი დაგიჭერია რომ რაღაცა გავყოთ ციფრი რამდენია რომ აი მე ზოგადად მეხავსები უფრო დიდ თევზებს იჭერენ თავიანთი საუბრებით ვიდრე მაგალითად ტივტივის ან ფიდერის მოყვარულები, ნუ კარპზე ხარ არ მაქვს საუბარი, მაგრამ კარპის მეთოდით მეთევზეები, რა თქმა უნდა, დიდი ზომის თევზებს იჭერენ, იქიდან გამომდინარე რომ მეტი შრომატევადი არის, თუნდაც აღჭურვილობის მხრივ და ანუ სეგმენტი ის რომ რაღაც თანხას უფრო მეტი იხდის და უფრო ძვირად ღირებულ ანკესებს და პლატფორმებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყიდულობს, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ უფრო დიდ თევზს დაიჭერს. არა, მაგას არ ვამბობ, მაგრამ ნახე, შრომატევადია იმ მხრივ, რომ უფრო მეტად გამიზნულად თევზაობ რაღაც კონკრეტული ჯიშის მიმართ და ხავსით რატო არის თევზა? ხავსით რა თევზი გამოივლის იქ რა იცი? მე მაგალითად გამიზნულად თევზაობ ხრამულზე, გამიზნულად თევზაობ ჭანარზე. და როგორ მე თევზაობ გამიზნულად თევზაობ ტობიზე. ხო, მაგრამ როგორ უნდა გააკეთო? სამივე სხვადასხვა. უნდა შევარჩიოთ მდინარე და მდინარის ადგილები. აი ვიღაცამ რო ქვაწა იყო სახში. ხო. იქ რო ჩაშალა ამბავი და ეგრეთ წოდებული პერიკატი რო აღარ არის. კი. მითხარ? ხო, კი ბატონო. არა, წაიღე მე მაგ. ხა, გასაგები.
მოიცადე, აუ გასაგები მათგან მოვადი. მან დავა, აი, კაცი მქონდა და. კარგად. თუ კიდე ჩაკეტე გარედან. ხო, მაგ შიგნით. გასაგები. არა, არ ჩაკეტო. შუქი, გარე შუქი ჩააქრე, ხო და ის არ ჩაკეტო, კარები გასაგები მანქანაში მაგ. ამ წეგანაზეც საუბრობდით. ქვა რო წაიღო ვიღაცამ სახში. ეგ რო ჩაშალა, ეგრეთ წოდებული პერეკატი. ან იქ ხრამული აღარ გაჩერდება. ხრამულს ეგეთი ადგილები მოწონს. ჭანარს უფრო მოწონს უფრო მეტად ჩქარი დინება, სადაც გვერდზე მორევს აკეთებს. ანუ არის კიდევ ისეთი ფსკერის შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ფსკერის მიხედვითაც შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ იქ რა თევზი შეიძლება დავიჭიროთ. მე მაგალითად ან კარფიშინგზე და ფიდერით თევზაობაზე, აი რო უყურებ ხოლმე ძალიან სიამოვნებს და რა სიამოვნებს, ანუ ტიპები ან ერთ იმაში გეთანხმები, რომ მართლა შრომატევადია. გრუსავდნენ, ტყვიას აგდებენ, ცდილობენ გაიგონ რა არის ფსკერზე. სად არის სიღრმე, რანაირ რელიეფი. მაგას ხო თქვენც ეძებთ იდეაში. რეალურად სიტუაციას ხო თქვენც სიღრმე თქვენს გაინტერესებს. 90% მაგას არ ეძებს. ნუ 90% შეიძლება ფიდერშიც არ ეძებდეს, გააჩნია, ანუ ნახე, მე რას ვამბობ, ანუ ვინ ეძებს და ანუ რა უფრო კარგი არის, რომ მოძებნი ფსკერს, თქვენთანაც ხო ეგრეა, იდეაში ხავსით თევზაობის დროს რომ მოძებნი. ხავსით თევზაობის დროს ცოტა სხვანაირად ხდება და გეტყვი როგორც ხდება. ეგ ყველასთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, არ უნდა იყოს ეგრე, მაგრამ ეგრე არის. მეგობარს დაურეკა, უთხრა ხავსი სადავიღო, ანუ იმანაც უპასუხა, რომ აქ და აქ აიღე, ეს წავიდა ხავსი აიღო, მე მეორე მეგობარს დაურეკა და კითხა, თევზი სად მოდის? მივიდა იმ ადგილზე, დაურეკა, აუ, სიღრმე რამდენი მივცე. და აი, როგორი სიტუაცია იცი, თუ ხარ დაკვირვებული. ნუ ეხლა თუ მაგალითად ერთი ეგრეთ წოდებული ადგილი დაამუღამეს და იქ უკვე ნაკონია ფსკერი. ნუ ეხლა თავისთავად იცვლება, დინება იცვლება იქ ტემპერატურა. დაკვირვებული თუ ხარ შენ იმ სიტუაციას, რომ სადაც თევზაობენ ხავსით, ანუ ის ადგილი არ იცვლება. სულ ხავსით თევზაობენ ერთ და იგივე ადგილზე. ხო, ეხლა ეგ ხო კი. ხო ხარ დაკვირვებული, აი გინდაც ტყვარზე ავიღოთ, გინდაც არაგვზე ავიღოთ, ანუ იციან ტიპებმა, რომ აი ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მივიდნენ, რომ ხავსით ითევზაონ რა. და ეგ ალო ვიღაცა მოდესღაც თან სადღაც თქვა რომ ეს კარგი ადგილია სახოზე, მაგრამ ეგეთი ადგილები არის უამრავი თან, ხო? მე მაგას გვაძლევ ჩვენ საქართველოს ბუნება, რომ ანუ ბევრი ადგილია ისეთი აუთვისებელი და ერთმანეთ თავზე რო არ ესხდნენ ეს ადამიანები, შეუძლია განაწილდნენ, ხო, რაღაცნაირად, რომ არ მოხდეს ისე, რომ ანუ ერთმანეთის ადგილის განთავისუფლებას ეგ უფრო დოგმატური რაღაც არის, ვიდრე მაგათაც რეალური, ხო? ანუ მე თუ მაგალითად აღმოვაჩინე რაღაც ადგილი და მე ჯემალაც მივიდა, მე კაკო და ვიღაც ტიპები, ხო, იქ ანუ ეგ არნიშნავს აპრიორი, რომ ჯემალა და კაკოს დაიჭერს, ხო? რა თქმა უნდა, იქ წყობას გააჩნია, იქ ცოდნას გააჩნია. შეიძლება ჯემალიმ და კაკომაც დაიჭირონ, იმიტომ რომ იმ ადგილზე შეიძლება ხდებოდეს თევზის გროვება. ანუ ყველა სეზონი, ანუ ეს სეზონების მიხედვით ერთი იგივენაირად ხდება, ანუ სულ ხო არ დგას თქვენთან ახლა როგორ ხდება თევზი, ხო? იდეაში ბუნებაში მოძრაობს, ხო, ანუ მოძრაობს, გეთანხმება მაგაში. მაგრამ სეზონების მიხედვით თუ ვიმშელებთ, აი მაგალითისთვის ზამთარში ერთი კონკრეტული ადგილი, ზაფხულში მეორე კონკრეტული ადგილი, შემოდგომით მესამე კონკრეტული ადგილი და ეს არის უცვლელი. ხო, თან ერთი ის რასაც ახლა მე ვაკვირდები არის ის, რომ ფაქტია ეს, რომ უფრო მსუბუქი აღჭურვილობა გჭირდება, რომ მიდიხარ ხავსათევზაოდ, ვიდრე მაგალითად ნებისმიერი სხვა ტიპი, აი თუნდაც შევადაროთ სპინინგს, ხო? ანუ რა აღჭურვება ხა თევზის ჯიშებზე არ ვსაუბრობთ აქ რაზე ვინ როგორ სპინინგი რა სიჭეს და ასე შემდეგ, უბრალოდ ნაკლები აღჭურვება სატყუარების ნაკლები ის გაქვს ესე ვთქვათ არჩევანი, ანუ შეგიძლია დააყენო ესე ვთქვათ ხავსი ან რაიმე ცოცხალი სატყუარა და ის გაატარო, ეგეც ხო მოსულა, ხო, რავი. ხო, რავი, ცდილობენ რომ ხავსით თევზაობა შეუსაბამონ და შეაერთონ ესე ვთქვათ სხვა სათევზაო სტილებთან, მაგალითად ფიდერზე, სპინინგზე, ფლაი ფიშინგზე, მაგრამ არ გამოდის. არ გამოდის, იმიტომ რომ
არ გაძლევს საშუალებას სიტყვაზე ვთქვათ სპინინგის ჯოხი მიცე შენ ის სიღრმე რომელიც საჭირო არის მტკვარზე სათევზაოდ. კი, მაგაში გეთანხმები რომ სპინინგით ეგეთი ბევრად ესე ვთქვათ ლავირების საშუალება არ აქვს და ვარიაციებიც არ არის მომენტი ჯოხი არ გაძლევს სიმძიმის დაყენების საშუალებას. როცა ჯოხი არის მაგალითად 0.5-დან 5 გრამამდე ანუ იმაზე ვერ დააყენებ შენ 15 გრამი. ნუ ვერ დააყენებ ხო სტანდარტულად მაგრამ არიან ეგეთი კატეგორიები ვინც აყენებენ ხო და მოსწონთ ეგ. ნუ ეხლა აი მე უფრო როგორ არ აყენებენ ეხლა ბევრი ტესტ საერთოდ არც უყურებ. მე ეხლა მინდა რომ მაქსიმალურად წავიღო აი ცოდნა დღეს მაგალითად აი აქ იმიტომ მე ვარ ადამიანი რომელმაც ხავსი თევზაობა არ ვიცი ანუ არ მქონია საერთოდ შეხება ხავსი თევზაობასთან და ჩემთვის ესე ვთქვათ უცხოხილი არის და აი აქ ეხლა ჯოხები ჩვენ რაც გვაქვს შენ შეიძინე რაღაც ჯოხები და აქედან აკეთებდი შემდგომ უკვე არჩევანს და აი მაინტერესებს აქ რა ჯოხებიც გაქვს წარმოდგენილი ესენი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან და ის მერე უკვე საბოლოო ჯამში ეს ჯოხები შოთა მე ორივე გატესტილი მაქვს ორივე ვნახე საქმეში ორივე ვოლჟანკის ფირმის არის ეს არის კომპრომისი კომპრომისის ჯოხია. ეს არის გაწოდებული მახის ჯოხი. კი, მახის ჯოხები არის ორივე. და კოლიციები არ აქვს არც ერთს და. ხო, კოლიციებს შენ იცი რომ მე თვითონ ვაყენებ ხოლმე. და მაგასაც დიდი ნიშნულობა. შტორმიც არის ვოლჟანკის ფირმა. და ესეც არის 5 მეტრიანი. ჩვენ სულ 5 მეტრიანი ჯოხები გაქვს ესე იგი. ძირითადად 5 მეტრიანები, ანუ წეგან ვახსენე კიდევაც რომ მაქვს 6-იანიც მაქვს, 6-იანითაც ვთევზაობ, მაგრამ ძალიან იშვიათად, სადაც არ მაძლევს 5 მეტრიანი სიღრმის მიცემის საშუალებას, მაშინ უკვე გადავდივარ 6 მეტრიანზე, რომ ტივტივა ისე დავაყენო სიღრმისზე და კი. აი მაგალითად ეხა 5 მეტრიან ჯოხზე მაქსიმალური რაც კი შენ შეგიძლია გააკეთო თუ გაშლილი არეალია და შეგიძლია რომ ტივტივა ბოლომდე აუწიო, მოქნევის მომენტი გაძლევს შენ დაამატო დაახლოებით სადღაც 9 მეტრი. კიდე სიღრმეზე. აი ეგეც მაქსიმუმს ვიძახი რა. ისიც ცოდნა გინდა რომ მოქნევის დროს ნორმალურად გადააკეთო. ანუ 5 მეტრიანი ჯოხი რეალურად გაძლევს შენ საშუალებას რომ 5 მეტრი სიღრმით ითევზაო. ანუ ან 5 და 20 სადღაც. ეგ არის მაქსიმალური რაც კი შეიძლება გააკეთო. 6 მეტრიანზე უკვე 5 მეტრაზე უკვე რა თქმა უნდა მეტია, უკვე 6 მეტრი შეგიძლია სიღრმე გაუშვო. ესეც ცოდნას ითვალისწინებს მოქნევის და გადაგდების, რა თქმა უნდა ეს პირველივე დღეს არ გამოდის. და ეხლა კიდევ ანუ ეს ჯოხი თქვით რომ ანუ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ დამწყები თუ ხარ და არა მარტო დამწყები ანუ მოყვარული ზონაზეც თუ ამ ტიპით თევზაობ და ასე შემდეგ 5 მეტრიანი ჯოხი პირველი რაცაც ვაკეთებთ მე უკვე ვაყენებთ ინერციულ კოჭას და ინერციული კოჭებიდან ვანიჭებთ უპირატესობას იმას რაც შედარებით იაფია, მსუბუქია, იაფია. ანუ ძირითადი გაცვლა გვაქვს იმაზე რომ უნდა იყოს მსუბუქი როგორც ჯოხი, ისევე კოჭა, ხო? რომ არ დავიღალოთ მთელი რამდენიმე საათი ჯოხი გვეჭეროს ხშირად დადების საშუალება იმ ჯოხის არ გვაქვს არ როცა აზარში შედიხარ და უკვე თითოეულ გადაგდებაზე შეიძლება დიდი ზომის თევზი დაგიჯდეს, ხო, ცოტა რთული არის რომ მე მომენტში დადო ჯოხი და თან მithოდეს თუ ხედავ რომ სხვებს ჭერა აქვს და შენ გადადო ჯოხი და რაღაც დაერო და როდის ხელს დაასვენებ და მე უკვე გააგრძელო თევზაობა, ხო? ჩათვალე რომ ეგ შეუძლებელია. ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი რომ არავინ ვერ იზამ მაგას. ესკინება მეორე დღეს კუნთები. всё. ანუ მაგაზე ეგრევე თან. ფიდერშიც ეგრეა, ფიდერში გადაგდება არის ხოლმე რომ მაგალითად როდესაც სწრაფი ტემპით თევზაობ, იქ ძალიან მაგრად იღლები და ფიტნესთან დარბაზში რო შეხვიდე, იმაზე მეტად დაღლილი ხარ მაგალითად მეორე დღეს. ესე იგი აი მე ძირითადი უკვე რასაც უნდა გადავიდეთ არის ის რომ რა ძირითადი და რა ეგრეთ წოდებული სადავე უნდა გვეყენოს. აი რა ზომებში უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რას დაამუღამე. რას მიაგენი ამდენი წელი რო თევზაობ, რას მიაგენი, რა დაამუღამე. ისეთი რომ გვითხრა ჩვენც რა ანუ ჩვენც ხვდები ის გზა აღარ გავიაროთ, იმიტომ რომ ხა რამდენმა უნდა ვკერდოთ ესეთი და იგივე გაყვალული სადაც არის გაყვალულზე გამოვართ და მე თუ რაღაცას ახალს აღმოვაჩენთ, რა თქმა უნდა, ხო, მე ხო, ბარემის გაყვალულია და გაყვალულს ავიღოთ, რატომ უნდა აღმოვაჩინოთ ახალი ამერიკა, მოდი ჯოხებით მორჩეთ და გავაგრძელოთ შემდეგ უკვე დანარჩენი. ანუ ჯოხებზე ვთქვით, რომ მსუბუქი უნდა იყოს,
ის სიმსუბუქე არ უნდა გვაძლევდეს ჩვენ რაღაც დისბალანსს იმაში რომ არ იყოს წრევადი, არ იყოს ძიმეწყობის მაგრამ ეგეთი ჯოხი რომ თან მსუბუქი იყოს, თან 15-მეტრიანი იყოს, თან დრეკადი იყოს, თან ესეთი იყოს, ანუ ეს ყველაფერი მე უკვე ბიუჯეტში ვეღაჯდებ. ანუ ეხლა ყველამ კარგად ვიცით, რასაც ყიდულობთ, თუ ეს კრიტერიუმი დაგვიკმაყოფილა ჯოხმა, ანუ ეგ იაფი მე აღარ არის. იქიდან გავდე რომ თუ მსუბუქია, თუ 15-მეტრიანი ჯოხია, თუ ესეთი ანუ არამსხვრევადია და არც უნდა გატყდეს არასდროს და მე ანუ ხოთები საშვილიშვილო გქონდეს, ეგეთი ჯოხი იაფი არ არის. ხო, იაფის ანუ რა დიაპაზონი თქვენი ბიუჯეტი, მაგალითად, აი ერთი დამწყები ტიპი რომ მოვიდეს ხავსი თევზაობა რო სუგდეს, აი რა არის ბიუჯეტი, რომ იმ ბიუჯეტში უკვე უთხრათ რომ აი ადამიანს რომ აი იცი რა ხავსი თევზაობა თუ გინდა დაახლოებით ეს თანხა ყველას ეგაინტერესებს რომ უამრავი კითხვებია ხოლმე რომ აი მინდა ამით თევზაობა და რამდენია ბიუჯეტი, ხო აი რამდენში ჩევეტევი, რამდენში ჩავეტევი, რომ აი თანხა მოვიძიო და მე ერთიან კომპლექტი ავაწყო, სეტი ავაწყო რაღაც და ისეთიც არ იყოს რომ ძვირი დამიჯდეს და ისეთიც არ მინდა რომ მე რაღაც ეგრწოდებული ჟილკა და ის მუღამი ჩამიკლას იმ რაღაც უცნაურმა რაღაც წარმონაქმნა რაც ხელში გეჭირება მე მთელი 5 საათი და მე ამით ის ტიპები არ განაწყდნენ თევზაობაზე თურმე ეს არ ყოფილა ისეთი კარგი ჰობი როგორიც წარმოგვედგინა და არ იყოს ისეთი მიდგომა რომ აი ისევ სახში ჯდომა და პირობითად რაღაც სხვადასხვა ვირტუალური თამაშების თამაში ჯობია ხო არ და ჰობი ესეც ჰობი ყველაფერი ჰობია მაგრამ იდეაში ხო შევადაროთ ეს ანუ ბუნებასთან სინქრონი და დევაისებთან სინქრონი იდეაში ბუნებასთან სინქრონი ჯობია ამას მეცნიერებიც ამბობენ და დეჟავუსავით ყველა დღე ერთ რეგიონს გავს როგორ უნდა ავირჩიოთ ჯოხი როგორ უნდა ავირჩიოთ კოჭა პირდაპირ გეტყვი წერან ახსენე კიდევაც რომ მოდი გაკვალულ გზაზე გავიაროთ და იგივე შეცდომები არ ხო რაც შეგვიძლია რომ მე რეალურად რაც თევზაობ ხავსით ერთადერთი შეცდომა მაქვს დაშვებული ხო აბა ერთადერთი და ეს შეცდომა ის იყო რომ ფული ანუ თანხა დავზოგე ანკისში ეგ ყველას აქვს ეგ შეცდომა მარტო შენ კი არა ანუ ყველას გვაქვს მე იმდენი რაღაც ნაგავი რაღაცები მაქვს ნაყიდი პირადად რომ აი მაგო ნაგვის გადაყრა რომ დავაპირო ალბათ რავი ერთი საბჭოთა მაგალითად ამჭირდება ეს ნაგავი მოიშო ნაგავი არ იყო ბევრი თევზაობს მაგ ჯოხით რა ჯოხი იყო კაიდა მონარქის ახალი სერია ახლა ძველები ძველი ძალიან ხელები ამწევია კარგი დღემდე მაქვს ის ჯოხი და მართლა კარგი ჯოხი და ახალ სერიაში ძველთან შედარებით რა დაამოღმა ისეთი რომ აი ახალმა ვერ იმუშავა ისე კარგად მაგალითად როგორც ძველმა გეტყვი ახლა ანუ მე ანუ თევზაობა რო დავიწყე პირდაპირ ვიყიდე კაიდას მონარქი ოღონდ ძველი გამოშვება ძველი მოდელი შემდეგ უკვე მამაჩემისთვის ვაწყობდი ანკეს ამ ბოლო ხანებში და ის ძველი მონარქი აღარ იშოვებოდა და იზოლებული გავხდი რომ რახანს ვიცოდი რომ ის კარგი მოდელი იყო და ასე შემდეგ ვიყიდე ეს მოდელი ახალი იმდენად ცუდი როგორ თქვა მასალისგან არის დამზადებული რომ ჯერ ხელში ჭერის დროს არ ქსიამოვნებს მერე გადაგდების დროს და წამოღების დროს დიდი თევზი თუ დაგიჯდა ჭრაჭუნის ხმები ისმის რატო არ ვიცი ეგ კონკრეტულ მაგ ჯოხს აქვს თუ ზოგადად სერია ეგეთი რომ ყველგან ჭრაჭუნებს და შეიძლება ბრაკი შემხვდა და რაღაცას ვაჭარბებ ვერ გეტყვი მე ეს გამოცდილება მაქვს ამ ჯოხთან მაგრამ ფაქტად რჩება არ უნდა დავზოგოთ თანხა პირველ შენაძენზე რატო? იმიტომ რომ ეს პირველი შენაძენი არის ჩვენთვის გზის გამკვლევი, რაღაც ახალის აღმომჩენი. და თუ ჩვენ არ გვექნება ის აღჭურვილობა, რომელიც დაგვეხმარება რაღაც ახალის აღმოჩენაში კარგად, აღმოვაჩენთ ცუდად და საერთოდ არც კი მიმზიდველიც არ იქნება და საერთოდ ფიქრობ, რომ მე მქონდა სხვათა შორის ეგ სამ თევზაობას დავიწყებდი ბავშვობაში ხა რა სადღაც ყოველთვის გვითევზავია და აი როდესაც უკვე თევზაობა ესე ვთქვათ სიღრმისეულად რაღაც ის ათვისება დავიწყე იყო პერიოდი როდესაც მე თევზას რო დავინახავდი იგივე სანაპიროზე ან სადღაც რაღაც ისეთი მათ მიმაჩნდა ხოლმე რა თევზაობა აი
უსაქმურების საქმედ რა, უსაქმურობა ვერ ნახა რაღაც საქმე და წავიდა და რაღაცებს თევზაობს. ხო და ბევრი ანეკდოტი რაღაც მაიმუნობები არის, მაგასთან დაკავშირებით და მე უკვე როდესაც ანუ ეს გაერთხელ გახვედი ორჯერ და იყო პერიოდი, როდესაც სატყუარის გაკეთება მეზარებოდა და ვეხვეწებოდი მეგობარს რომ სატყუარა გამიკეთე, იქ მოდიოდა დაახლოებით 20 მეტრით ჩემთან, მე გამიკეთებდა, გააკეთებდა სატყუარას, მე წავიდოდა, მე გადავაგდებდი, ან აიხლართებოდა. ეგ პერიოდი ყველამ გავიარით, ხო? ანუ ყველას ჰქონდა ჩვენი ეგეთი ეგრეთ წოდებული ჩაინიკური პერიოდი, ხო? რა თქმა უნდა, ეხა ფიდერის გადაგდების ვიდეო დღემდე არ არსებობს. არა მარტო ქართულ YouTube და ზოგადად რაიმე ვიდეო სივრცეში, არამედ მსოფლიოს არც ერთ ქვეყნის ფიდერის მოყვარულს არ დაუდევს ეგეთი ვიდეო, სადაც ვნახავთ იმას, როგორ უნდა გადააგდო ფიდერის ანკესი სწორად და როგორ უნდა გააკეთო ისე, რომ არ მოყვეს ამას პირობითად საკვებულის დაკარგვა, ან ქვივერის გატეხვა, ან საერთოდ ჯოხის გატეხვა. ხო, ანუ ეგეთი ვიდეო ვერ ვნახე და თეორიულად შემდგომ უკვე ესე ვთქვათ, მიწერ-მოწერით მიხსნიდნენ, წარმოგიდგენთ როგორ უნდა მიწერო ადამიანს, როგორ უნდა გადააგდოს ანკესი სწორად, ხო? ეგ არის, ანუ დღეს ეგ ნაკლებობას გვაქვს, რომ აი ვიდეოების ზოგადად და ცოდნის კუთხითაც ძალიან შორს ვართ პირობითად წამყვანი ისეთი თევზაობის სტილისგან, მაგათაც რომლებიც სოფლიოში პირველ ადგილზე არიან, ან ტოპ 5-ში, ან ტოპ 10-ში არიან და ასე შემდეგ. და ეგ ჩვენ ვითარდებით, აი ხა ჩემი აზრით, ეგ რატომაც ხდება ესე არის ის, რომ ვიღაც ადამიანები ზარმაცობენ ცოდნის გაზიარების კუთხით და ამას ამბობს ბევრი უკვე, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ და არ გიხსნიან. არ გიხსნიან, ოკეი, გავიგე რომ არ გინდა და მითხრა და კაი. მე რომ გამოხვდი ხარ ვიდეოში და შენ ანუ მიხსნი მე რომ დაიჭერე პირობითად 10 ცალი კობრი და 15 ცალი რაღაც კიდე სხვა ჯიშის თევზები და ასე შემდეგ. ანუ ეგ ჩემთვის ღირებული არ არის, იმიტომ რომ მე მინდა შენგან მივიღო ცოდნა. და მაგიტომ მინდა რომ ეს ვიდეოები იყოს და იარსებოს. და აი, როდესაც ამას ვერ პოულობ უკვე ახლა დღესაც რატომაც ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, ხო? მინდა რომ დღეს აი ამ მოკლე პატარა ვიდეოთი და პოდკასტით ის გავაკეთოთ, რომ პირობითად შევძლოთ ის მინიმალური კითხვები ამოვწუროთ, რა კითხვებით შეიძლება გქონდეს დამწყებ ხავსით მეთევზეს, ხო? ანუ ზოგადად მეთევზეს და მე უკვე ამ მიმდინარეობას ვინც ანიჭებს უპირატესობას. ერთი პირველი რაც არის, ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ გადახედეთ ყველა სტილს და თქვენთვის რომელიც უკეთესი სტილი არის, აი ზოგადად ვსაუბრობთ, ხო? ზოგს სტატიკური თევზაობა მოსწონს, ზოგს სიარული მოსწონს და ასე შემდეგ. ანუ ეგ არის პირველი კითხვა, რაც უნდა დაუსვა ადამიანს, რომ აი სიარული გიყვარს თუ გიჩევნია მაგათა სტატიკურად გონებრივად რაღაც შენი გათვლები გააკეთო. თუ მერე გიტყვის რომ აი ის მიჩევნია რომ ვიარო, ოკეი, მაშინ მიდიხარ უკვე ხავსი, სპინინგი, ფლაი ფიშინგი და რავი, ტიპ-ტიპაც მათ შორის, ხო, ტიპ-ტიპასაც არ ჭირდება რაღაც დიდი ფილოსოფია. თუ გეტყვის რომ პირობითად მჭირდება დასვენება და მინდა რომ ერთ ადგილზე სადღაც ეს ჩემი ბარგი მივიტანო და გავშალო, მაშინ ოკეი, ანუ მოყავს უკვე ამ სტილით თევზაობაზე, რასაც ქვია ფიდერი, კარპი და ასე შემდეგ. ხო და აი ხა დღეს მაგალითად ჩვენ რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ პირველი ბიუჯეტი დაახლოებით უნდა გქონდეს, რამდენი ლარის ბიუჯეტი უნდა გქონდეს, რომ აი ხავსით დღეს თევზაობა ხვალ გავიდე და პირდაპირ გამოყვე მაგალითად და მასწავლო გადაგდება მასწავლო სადავის რავში რასაკეთებ და ბიუჯეტი საკმარისი. 300 ლარში რასაკეთ, ანუ 300 ლარში ყიდულობ ანკეს, ყიდულობ კოჭას, ყიდულობ ძირითად ძუას, რამდენი ძუებზე მას ანიჭებს საერთოდ უპირატესობას, ანუ რაც არის ბაზარზე, რომელი ძუები მოგწონს, რომელი სხვათა შორის მომეწონა იგივე ვოლჟანგის პროსპორტის სერია, ხო? სერია. წავიღე 0.15 და 0.13. ანუ სადავეზე 0.13 დააყენეთ და ძირითადად 0.15. კი და ძალიან მომეწონა, ანუ მართლა იგრძნობოდა სხვა რა. წვეტა ნაკლები მქონდა. თუ კარგავდი სადავეს და აღარ მიწვიდავდა ძირითადად. ეგ მაღაზიაზე ვთანხმდებით ყველა რომ თუ სიმძიმე გაიჭედა სადღაც ქვებში ან რაღაცა იმას მაინც დატოვებ ასეთას. ხო, უნდა გადაჭრა, თელი დღე ვერ გაათენებ და ეგ.
ხო და რეალურად ანუ მე ვცადე სხვა ფირმის ძუებიც, მაგრამ ამან რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება. მაგას როგორ ეძახენ მოკლე მახსოვრობიანი. ხო, ანუ ეგ არის ანის მეხსიერება თუ არა აქვს, ანუ იდეაში როგორ არის იცი, ანუ როდესაც ესე მარტივად რო შეავმოწოთ ახლა ვინც არიცით, ანუ ეხლა აქ არ გვაქვს თან წარმოდგენა რომ ეგრეთ წოდებული სადავე რომ ესე ვთქვათ რომ გაშლი თუ ეგრეთ წოდებული სპირალისებური ფორმა მიიღო და მე გასწორების შემდგომ აღარ გასწორდა ეგ არის ცუდი არ ჭირდება ტერმინები მაგრამ თუ არ გასწორდა ესე როდესაც გავატარებ თუ არ გასწორდა ეგ არის ცუდი იმიტომ რომ ყოველი გადაგდების მერე შეიძლება ის ეგრეთ წოდებული სპირალისებურად ხო არა მარტო გადაგდების დროს აი ყველაზე სიამოვნება რაც კი შეიძლება მოხდეს ხალხი თევზაობის დროს ну ეგ შეიძლება სხვა მეთოდით თევზაობის დროსაც მოხდეს მაგრამ რახან ვსაუბრობთ ხალხზე ამას ვეხები რომ გადაგდების მომენტში ხალხს მე თევზები ჩვენ ვეძახით მაგას ბარადას ანუ წვერს ეგ რა არის რა ისა აგეხლართება ძუა კოჭაზე რატომ უნდა მე ვერ გავიგე არ როგორ არის გადააგდეთ ხო აი გადაგდების მომენტში კოჭა ვერ მიაყოლე იმ სისწრაფით ანუ წავიდა უფრო სწრაფად და გააცლის ამ შემთხვევაში მთლიანად ეს ძუა იხლართება ეს ძუა აი ტივტივა ჩავარდა ხო ძუამ შეწყვიტა უკვე წინ წასვლა იმიტომ რომ ტივტივა უკვე წყალშია ამ დროს ჩვენ გამოგვეპარა ანთითით ვერ დავარეგულირეთ ისე როგორც საჭიროა ეს კოჭა ხო ტრიალებს ხო და ის რო წინ აღარ მიდის ანუ აქვე იბურდება მიხდი და მაგას რო გამოშლი თუ გამოშალე ხო თუ გახსენი და იწვალე თქვენ ახლა მაგის გადამჭრელები არ უმრავლესობა ისეთია რომ მაგას შეიძლება მთელი დღე აქვსოვოთ იქ რაღაცა ძუა გადაჭრის გამჯერებული გახსნის და რო გამოხსნი ამ ძუას თუ ის მახსოვრობა აქვს შენარჩუნებული აი ის ხო მაგრამ მაგას ახლა რა გამახსოვრობა უნდა ქონდა ეგ აბურდული მე ნახე რომ ამ პროსპორტის სერია იმუშა ანუ რატომ აებურდა ჩემს მას მივედი გამოვხლართე ანუ როგორც საჭირო იყო გავასწორე და მინიმალური დეფექტი ქონდა ძუას ხონდა ეგრე დაკეცილი ზუა მე გააცოტა ისეთი ის არის ხო ანუ საკმაოდ საწოლებელია რა ნერვები და პლუს მაგრამ რამდენად უნდა გიღირდეს მე მაგალითად რამდენად უნდა გიღირდეს თუ ძალიან ახლართული ახლა შენ გასაგებია რომ შეიძლება არ იყო ისეთი ის მაგრამ არა სხვანაირად შევხედოთ სახში რო წამოვალ მე შეიძლება მეორე სხვა ვიყიდო მაგრამ ადგილზე რო ხარ და მეტი არ გაქვს თან ანუ დამჯერება მე ეგეთი სიტუაციები გქონია ყველაზე მე მთელი დღის განმავლობაში ხარ რაღაც ისეთი ხასიათით რომ ყველაფერზე დაწყვეტილი ხარ რა ამიტომ არ უნდა დავზოგოთ არც ძუაში არც და ეგ ძუებიც არ ღირს არ ნახე დავზოგვაც რამდენ ზოგავ ანუ 5 ლარს ზოგავ ხო რომ მიიღო არა ეს ყوار არის დაზოგვა მაგალითად რომ რაღაც პირობითად რაღაც ისეთი თანხაზე იყოს საუბარი რომ აი არ იქა და დაზოგი რამდენი 100 200 ფიქრობს რომ ზოგავს 5 ლარი არის ხო არ ზოგავენ ანუ რეალობას რო თვალი გაუსწოროთ არ ზოგავენ თანხა ხო საბოლოო ჯამში უფრო მეტად ხო ეს ლესკარაღაი ძირითადი ძუა ეს ძუა მე უნდა ვიხმარო სიტყვაზე 2 თვის მანძილზე და იმ ძუას რომელსაც იაფატყიდულობენ ანუ ორ თევზაობაში ხსნი და ახალს მოხდა ეგრე არის წუნულზეც ანუ წუნულის შემთხვევაშიც ეგეთი სიტუაცია წუნულით არ მithევზავე ვერ ხო წუნულით ნახე როგორი სიტუაცია წუნულზეც ეგრე არის ზუსტად ანუ არის წუნულები რომლებიც მაგალითად რგოლებში გასროლის დროს ეხა ფიდერს ისე შევეხოთ მოკლედ ანუ ისეთ ხმაურს გამოსცემს რომ აი რავი გიგონებს რაღაც ეშმაკი ცოცხლდება სადღაციდან რა ისეთი საშინელი ხმა აქვს რა ხო და აი სხვაობა ეგეთ წუნსა და ისეთ წუნს შორის რომელსაც ხმა არ აქვს უფრო გასროლის უფრო დიდი დისტანცია აქვს და საფარი და ასე შემდეგ არის სხვაობა მინიმალური ხო და ახლობით აი სათევზაოდ რომ მივდივართ გვინდა არ გვინდა თანხებს მაინც ხარჯავთ ხო ანუ ეხლა ერთი ფიდერით რო წახვიდე ერთი თევზაობას რაღაც მინიმუმს ვამბობ აი 50 ლარი მინიმუმ გინდა საწვავი იქ რაღაც გინდა იქ წყალი გინდა მინიმუმ ზაფხულში ხო გააჩნია სასწავლო სად მიდიხარ ეხლა რა თქმა უნდა ხო ეხლა თუ მაგალითად მიდიხარ რაჭიდან ალაზანზე რა თქმა უნდა ხო ცოტა მეტი დაგიჯდება მაგრამ აი რაც არ უნდა ისეთი საიღო რა
მანძილი, ანუ მაინც გიჯდება 40 მინიმუმს ვამბობ რა. წყალი, ანუ ეს როგორ რაღაცას ვამბობ, აი მინიმუმი რო დაიკვაყოფი, რომ წყლულმა რო არ დაგახრჩოს და პირობითად ერთი ჭიქა ყავა რომ დალიო და რომ არ თუნდაც სახში გააკეთო და რავი რაღაც საკვები წაიყო, ხო? და ამ დროს ზოგავთ თევზაობის ისეთ ატრიბუტში თანხას, რომელი ატრიბუტიც არის მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, რომელიც გვანიჭებს გრძელვადიან სიამოვნებას და პლუს მაგას ჩემი აზრით მთავარი არის სადავე და ნემსკავი რა, რაც მუშაობს უშუალოდ თევზს რაც ეხება. გავიგე რომ შემდგომ უკვე მოდის ჯოხი, ყველაფერი, მაგრამ სადავე და ნემსკავი არის ძირითადი, რასაც დასთანაც თევზს შეხება აქვს. რასაც უყურებს, რასაც მიდის და სატყუ არა. აი ამ სამ ინგრედიენტში რომ თანხას დაზოგავ და რამდენს დაზოგავ 5 ლარს, ხო? და წაიღებ მაგალითად ცხვარს წაიყვან პირობითად სათევზაოდ, აი არ მესმის რა. რეალურად ნემსკავში შეიძლება ფულის დაზოგვა, მაგაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, ანუ მართლა შეიძლება ფულის დაზოგვა ნემსკავზე და რატო? 10-დან 10-ვეს ვერ დაიჭერ, მაგრამ რაღაცას დაიჭერ. ხო, ეგრე წდება გული არ დაგწყდება, იმიტომ რომ რაღაც ნემსკავში აძლევ 1 თეთრს თემუზე. აჰა, ჩავიტანე. რაღაც ნემსკავში როცა ყიდულობ აძლევ 1 ცალში 2 ლარს, ან 1 ცალს. ხო, მაგრამ ნახე მან თემა როგორი არის, თუ დითევზე თევზო წარმოიდგინე ახლა რა. რომ თევზი დაგიჯდა პირობითად დიდი ეგზემპლარი, ხო? და ნემსკავი გაგიშალა. და ეგეთი მომენტი შეიძლება ისე გავიდეს სეზონი, რომ აღარ გქონდეს. და რა დაზოგე, ლარი დაზოგე, მაგაში რომ სეზონზე ლარი დაზოგე და ჩაიდე ის ლარიანი ჯიბეში, ხო? მაგრამ ეგეთი მომენტი შეიძლება მთლიანი სეზონის მანძილზე საერთოდ არ გქონდეს. მაგრამ მე მესწრაფ თეორიულად რომ მიყვეთ, ხო? თეორიულად რომ მიყვეთ მთელი სეზონის განმავლობაში კარგი კავებით რო ითევზაო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი დაგიხარჯება. დააჩნია ახლა ხო რა თევზს სათევზაობ და როგორ ინტენსიურად არ გინდა ნემსკავს მაინც დატოვებ რამოდენიმეს. ხო ეგ მესმის. ანუ ისეთი რელიეფია, ისეთი ადგილებია, რომ გატარების მომენტში მაგაზე თაქვდებით რომ ვერ თაქვდებით. მე ვამბობ რომ იდეაში ნემსკავში თანხის დაზოგვა, ანუ ერთ-ერთიანი ნემსკავი იყიდო. მოდი იმაზე შევთანხმდეთ, რომ საშუალო ფასის იყიდოს მაშინ თუ ძალიან ძვირიანი არ. ხო, ანუ მე მაგას ერთ-ერთიანი ნემსკავი როგორი რა ფოლადი უნდა იყოს ისეთი, რაც არ უნდა იყოს, ხო? მტკიცის კუთხით რომ დიდი თევზის ამოყვანა თან მიტყოდეს თქვენთან. ეხლა მე მაგალითად რომ მივდივარ პირობითად სიონზე, შამაიაზე სათევზაოდ იქ ვიცი პირობითად რა ნემსკავი მჭირდება, იქ ვიცი რომ დიდი ალბათობით კი არა და დაახლოებით 90%-იანი ალბათობა არის იმის რომ დავიჭერ მხოლოდ შამაიას. დამბის მხარეს, ხო? მე იქ იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ გამოივლის მაგალითად ზუთხი, რავი, ჭანარი და რავი, ხრამულიც იშვიათად. და ხრამულს ამოიყვან შამაის ნემსკავი, შეიძლება რომ ამოიყვანო ჩვეულებრივ, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში მაგალითად სადაც შეიძლება გამოიეროს ჭანარმა, კობრმა, რავი, ხრამულმა, იქ რაღაც პატარა თევზებიც მოვიდეს და ასე შემდეგ. აი მან ცოტა ისეთი სიტუაცია რომ რაღაც ისეთი გინდა საშუალო ვერ არჩევ რა. ვერ არჩევ. აი რა უნდა ქნა ისეთ დროს რომ ჭანარსაც გამოადგეს პირობითად. მე მაგალითად რაც არ უნდა გასაოცარი იყოს და საინტერესო იყოს, მე ვხმარობ fly fishing-ის ნემსკავს. ხო, როგორი მოდელიცაა. Fly fishing-ის ნემსკავები მე ძალიან მომეწონა, არ ვიცი. ალბათ არ ვიცი. ეგრეთ წოდებული გრძელკისრიანებს რო ეძახი. გრძელყელიანი ნემსკავები არის, ბანანის ფორმა აქვს. ხო. ამ ნემსკავებზე აკეთებენ პეპლების და რაღაც წერების იმიტაციას. ხო, კი ვიცი. ნუ მე ვყიდული. ჩვენთან ზოგადად fly fishing-ი ცოტა ისეთი არ არის ისეთი აქტუალური როგორც მაგალითად სხვა ქვეყნებში. ხო, ეხა ეგრე ჩვენთან ყველაფერი თევზაობენ. ეგ პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ნუ ერთ სიტყვით მოდი ყველაფერზე რომ შევთანხმდეთ მე და ხო, აი ეგრე რომ ჩამოვყალიბდეთ, აი ხავსით მიდივარ სათევზაოდ, ხვალ მიდივარ ხავსით სათევზაოდ რა. ხვალ რა გავაკეთო მე თანხა რამდენი მინდა და რა უნდა ვქნა. სამი სეგმენტი გვინდა ჩვენ. თუ შევთანხმდით, ანუ ესე უფრო კარგად შევთანხმდებით. სამი ბიუჯეტი, სამი სეგმენტი. პირველი სეგმენტი ავიღოთ მინიმალური დანახარჯებით.
50 ლარიანი ან 60 ლარიანი ჯოხი. აჰა. 20 ლარიანი ხინგ შენ გიულის თუ რაღაც მაშინელება გაკოჭა. ეგეც შენი 80 ლარი. ხო, 20 ლარიანი ამაში 5 ლარი ძირითადი ზოა, რავი, 3.5-ად შეიძლება ნახო რაღაც ზოა რა. რამდენი მეტრიანი? 100 მეტრიანი. 100 მეტრიანი 100 მეტრიანი ზოა 3.5-ად. და საპავადოკე ესე ვთქვი, სადავე ზოაც რაღაც პირობითად სადავეები 1-5 ლარი. აი 60-20 იგივე 60-20 და 7. ხო, იგივე 87. 87 ლარი. ტივტივა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ყველგან 5 ლარი ღირს საშუალო ფასი 4-5 ლარი. ნუ კაი 2 ლარიანი აიღო რაღაცა ისიც ჩინური და გააკეთა. მაგრამ მოდი ტივტივაში აღარ დავზოგოთ ყველგან ერთი იყოს რა იმის. ტივტივა მოდი ტივტივები ერთაირი გავაკეთოთ, მაგალითად, რავი, ქართული წარმოების პირობითად ვიღაცის ტივტივა ავიღეთ 5 ლარიანი ტივტივა. 4 ლარიანი, კაი, 4. აი, 5 ლარში თავის გრუზით. ხო, კაი, 5 ლარში თავის გრუზით. 5 ლარში თავის გრუზით 92. 92 ლარი. ამას პლუს 3 ლარიანი ნემსკავების 10 ცალიანი შეფუთვა. რა სად ხო, ნუ კაი, წაიღო რაღაცა ის შეფუთვა, ბევრი როყრია, ხო, ერთად სხვადასხვა ზომები. ხო, 3 ლარი ხო ღირს თუ რაღაც. ხო, ეგრე. 3 ლარი, 3-4 ლარი ღირს. და ეგ წაიღოს კიდე და ბევრი ექნება რა. და დაიწაიღოს სახში ჩაყარა ხონჩაში და 15 ლარი ხო? ანუ ხო. ზუსტად 95. რამე ხო არ გავიწყდება. სატყუარა ხო გინდა? თუ ხავსით მიდი. ხავსით მიდი. აჰა, კაი, აი ხავსის აღება, აი, კაი მიცეს. ხავს მეგობარს დაურეკავს და ის მიცემს. ანუ ეგ სეგმენტი ეგრე მუშაობს. 5 ლარი დარჩა. 100 ლარში ჩაეტიეთ მეგობრებო და 5 ლარად შეგიძლიათ წვენი იყიდეთ და ხაჭაპური რაღაც რავი რაც გესია. გავავედით 100 ლარში, ესე იგი ეს არის ხინგ შენ გიუჯუს კოჭა. გვაქვს ესეც. ან ჩვენ გვაქვს. სხვათა შორის კომფორტს აქვს, აი ეს კომპრომისის მოდელი ბიუჯეტურია. ხო, ეს ბიუჯეტური მოდელშია და ეს ჯოხი იდეაში შეგიძლია არჩევთ. ან ეს არ არის თან ისეთი ხელწარმოსაკრავი ჯოხი რა. ეს ჯოხი 65 ლარი. 65 ლარი. აი ეს 5 ლარი, რომელიც უნდა ყოფილიყო იქ. ხაჭაპური რო. მოგაგდასო, აღარ წვენა ხაჭაპური აღარ გაქვს. ხო. მოგე დაემშვიდობე რა, იმ დღეს ხარ მზესუმზირაზე გადავიდა. მე ხო წავედი. ხო, წაიღე 60 ლარიან. ან 100 ლარში მე სპეციალურად გასატესტად წავედა ეს ჯოხი რა. ხო, გაინტერესა და იდეაში როგორი იქნება. იმიტომ სახავსე ჯოხებს რეალურად ხარ რომ მიხვიდე მაღაზიაში, აი სახავსე ჯოხი მინდა. ხო, სახავსე ხო ჯოხი გინდა და გამნებისმიერი კოლექცია თუ აი ეს არის კოლექცია, ეს 200 ლარის სიტყვაზე ვთქვათ და ყველაზე იაფასიანი რა გაქვს და 80 ლარზე ნაკლება ჯოხს, ანუ არ მოგცემს ტიპი რა. სახავსე თუ გინდა. რავი, ანუ მე არ შენ თუ გითქვი რომ სახავსე ჯოხი მინდა 80 ლარი ღირს და თუ თქვი რომ მაგალითად ჩვეულებრივი ჯოხი გინდა, შეიძლება ითი იაფას. მოიცა კაცო, ეს მახი რომ მიგაქვს კოლიცო რა კოლიცო 100 ლარში როგორ ჯდები? ეხა ამ კოლიცოების გარშე რა დიდ კოლიცოებსაც მეგობარი მიცემს. ხო, მაგრამ იმ მეგობარს ხო თხა უჯდება კაცო. იმ მეგობარი რომ მიცემს, ეს მეგობარი ხარ აქ თავისი თუ რა. აი 80 ლარში ჩაეტევა თავის კოლიცოებით რა. საბოლოოდ ეხა მეორე სეგმენტ შევიხოთ საშუალო ტიპები, ანუ საშუალო ანკესი, საშუალო კოჭა და ასე შემდეგ. საშუალო ანკესი რო იყიდო 100 ლარი მაინც გინდა. ხო. იქ კოლიცოებში 20 ლარი. ხო, მაგრამ კოლექციების დაყენება თუ მეგობარმაც არ იცის ამ შემთხვევაში მე გიწევს უკვე მიტანა და აი გამზადებულებიც იყიდება რა და დიდი სხვაობა არ არის. 120 ლარში იყიდება გამზადებული ჯოხებიც და იყიდის პირდაპირ გამზადებულს. ერთ სიტყვით 100 ლარიანი ჯოხი. 100 ლარიანი ჯოხი რო იანგარიშო. ხო. 120 ლარი იანგარიშო თავის კოლექციებით. ხო. 80 ლარიანი კოჭა. საშუალო ხო, საშუალო ესეც რომელი კოჭა? ნესკაია. on საშუალო მოდელი, ანუ მოდელი კი არა, უბრალოდ საშუალო მდგომარეობის. საუკეთესო მდგომარეობის კოჭას 80 ლარად. ვერავინ ვერ იშოვის, ვერსად, ვერს. საშუალო მდგომარეობის კი არა, ეხლა ჩვენ მაღაზიაზე გვინდოდა მე გვესაუბრა.
რომ აი 80 ლარში შოუ დღეს ბაზარზე რო წახვიდე იშოვი ძალიან წყალწაღებულ ეგრეთ წოდებულ ჩემთვის ნაგავია უკვე შოუ ხო ნახე როგორ რაღაცას მომბე ხე მე ვეძებდი რა და კოროზიით ნახე მაგფასიანი კოჭები რა ყველგან რო კოროზია აქვს და მე იმას კიდე ცალკე სერვისი უნდა ცალკე იდანაც დამღლელია საბოლოო ჯამში ის დანაზოგი რასაც ზოგავ რომ შეიძლება ანუ ტრანსპორტით სიარულში დახარჯო შემდგომ ის 20 ლარი მიტანა მოტანა მე იქ მიღაცასთან მიგაგდა ის სამი კვირა რომ ვერ მოგცემ კოჭას და ვერ გაგიკეთებ და ანუ ჩვენთან ეგ ისი არის მოწყობილი რომ არც ერთი რაღაც ჯაჭვი ხო ნორმალურად გამართული არ არის რა ეხლა მაგათაც დღეს ჩვენ რაც გვაქვს ეხლა აქ აი ეს კარტში რო ვანახოთ აი ეს კოჭა ეს რაც გვაქვს იდეაში აქ წარმოდგენილი აი კარტში რო ვანახო ეგ როგორ არის სასაჩუქრად კი არა აი ძალიან მაგარ მდგომარეობაში რომ არის ანუ აი ეს ესეთი ყუთი ამ ყუთში ეხლა ეს იყო იდეაში ჩვენი იდეა როგორ შეიძლება ყოფილიყო ისეთი კოჭა რომ იყო ძველი კოჭა ეგრეთ წოდებული საბჭოთა კავშირში დამზადებული რომელიც ნახმარი კოჭებია თავისთავად ეხლა ეს კოჭა რომ ნახო ისეთი რომ არ იყოს ნახმარი ძალიან ძნელია და ფასიც ძალიან მაღალი კი ხო ასაც ვნახულობდით ჩვენ ანუ რაც შენი ყიდე ერთი კოჭა გვაქვს ყუთი აწერია მაღაზიის ხო უკვე მაღაზიის სახელი ამოჭრილი გვაქვს ხრამულის ლოგო ფორმა როგორც კიდე ისე დავარქვათ და მოდი გავხსნა და შიგ თავსიც ვაჩვენოთ მაყურებელს ესე იქნება შიგნით გვაქვს კოჭა როგორი კოჭაა ეგთან რო ვანახოთ ანუ კოჭა არის კარგი ხმაც როგორ იგივე ნუ ხო ანუ და ეს ახლა მთლიანად რო აი ავიღოთ და წავიღოთ პირობით ნახოთ რომ მოყვება ამას ეს რა გვაქვს აქ ხო ეგ იდეაში შენ უფრო ერკვევი და იცი ახლა ეგ აჰა გასაწმენდად ანუ რეალურად ბევრი არ წმინდავს მაგრამ როცა შეგინით ნაგავს შეიტანს ყველაზე მარტივად ზეთით იწმინდება ზეთ ჩაასხავ დიდი რაოდენობით დაატრიალებ და გარეთ გამოვაქვს ეს ეგრეთ წოდებული სიმინძე და შეგინით გვაქვს მზედი რაღაც ასაჩო რომელიც უბრალოდ ვიზუალურად ლამაზ საჩენს რა ყველაფერს და ესთეთიურად ლამაზი არის ეს აი ეს მდგომარეობები მაინტერესებს კიდე კოჭას რაც აქვს აი ეს ერთი არის თავისუფალი მოძრაობა და მე აქვს კიდევ აი ეს ეგრეთ წოდებული საკისრების ხმა რომ ისმის თუ მაგას საკისრების არ აქვს საკისრები არ აქვს ამ კოჭას შენ ალბათ იძახი ჩაკეტი მდგომარეობაში ხო ეგ ხმა მომწონს ხოლმე მაგარი არ ისეთი ხმა დაატრიალო აი ხმა ძალიან ისეთია ბავშვობას რო გახსენებს ხო იცი აი ყველას რო ქონდა და აი კაცშიც რო ანახო ეხლა ეგ პირობითად ეხლა ანუ რა განსხვავებაა ცუდი რა განსხვავებაზე ვილაპარაკოთ განსხვავებაზე ვილაპარაკოთ რატო მაგალითად საშუალო ბიუჯეტში შევიდა ნევსკაიას კოჭა და რა ვირჩიეთ ხინგშენ გიუჯუს კოჭა რატო იმიტომ რომ არის უფრო მსუბუქი ნევსკაია არის სწრაფად დასამუშავებელი მოვლადი უფრო სწრაფად უფრო მარტივი მექანიზმია ღერძიდან ამოღება ჩასმა უფრო ბევრად უფრო დიდ ხანს ძლებს თავისთავად იმიტომ რომ რომელ წელს გამოსული კოჭა არის და საჩვენებლად მოვიტანეთ აი ეს კოჭა რომლითაც მე მინახე რომ თევზაობენ ბევრი არა მაგრამ თევზაობენ და იცი რა ეგ დამუშავების კუთხით აი მაგალითად ამასაც ავდიქ ეგეთ და მათხოვე ახლა მე დავატრიალებ იმას მათხოვე იმას მე დავატრიალებ და რატო მათხოვე ის მათხოვე მოდი ვთქვათ ეხლა მაგრამ დავასრულოთ უჯიკე ეს აი ესე უნდა მოუშვა ამდენი ხანი უშვებ ხო მე ეს უნდა შეინახო ან ჯიბეში ან სამე ქვაზე ესე უნდა დადო რო არ დაგეკარგოს ეს თუ დაგეკარგა მაგას უკვე ვიღარა აწყო ტოკართან რომ მიხვიდე დაგიჯდება რაღაც 100 ლარი აი ეს არის რა ანუ მარტივად ცვეთად ის ზედანაწილი იმას კარგი გავიგეთ რომ ალუმინი აქვს ამას რა ეს არის ახალი ხო და რა აქვს ამას ზედათავი ზედათავი პლასმასი აქვს არა ის თვითონ ეგრეთ წოდებული ბარაბანი ეს ხო ეგ რა მასალაა საერთოდ არ ვიცი
მასალა თუ იცით ვინმე რა მასალა დაგვიწერეთ რა მასალა გამოყენებული მე ვფიქრობ ალუმინი იქნება ალუმინი ხმა არა აქვს ალუმინი შერეული იქნება თითოეულყამ არა აქვს ალუმინის ხმა რაღაც პლასტიკატის ხმა არის ცეცხლი რომ მოვუკიდოთ და რა კარის და დავწოთ აბა ის მათხოვე ერთი წამი აი ეს მათხოვე გამოსრიალების ხმა ოპა მოიცა ბა ეხლა მოიცა აი გარჩატო და აი კაცად ყუსის ხმა მე ეს ხმა მე მიყვარს აი ეს მაგარი ხმა აბა დავატევთ რომ თან სახელურებიც რაღაც ისე კარგად არ მოძრაო აბა დაატრიალე იქ და ესე უჯიკე თან ეს უნდა გახსნა სხვა ხო ეგ უნდა გახსნა ხო ეგ ვითომ რომ ისექნეს რომ აი იდეაში უფრო სუბუქი ის უნდა ყოფილიყო უფრო მარტივად ლავირება ხო და ჩაკეტე გახსენი ნახე რა მაგრატრია მე გვიან დავატრიალე არა აშკარად ეგ უფრო კარგად ტრიალებს მიუხედავად იმისა რომ ახალია ეგ და ხო ნუ საბოლოო ჯამში ნუ ძალიან ისეთი ვიზუალი აქვს რა ეხა ჩვენ გვაქვს რაღაცა საყვარელი ის აქვს თვითონ ფორმა რა ან ეხა მაგალითად რომ აიღო ფიდერის კოჭა ესეთი ვიზუალი ბაქტია რომ არა აქვს რა რო ტრიალებს ეხა შუქსეც რო ირეკ ეს აღარ გვინდა მე მგონი ხო თუ მაინც დავდოთ იყოს ხინ შენ ძალიან ისეთია რა ამდენი ხის კოჭაა მეგობრებო ეხა რო ტრიალებ ეხა მიკროფონში ხო ხმა გაჩემოდის და ეს ხმა მაინც აქვს ეს ქარს ჰაერს ოჭრის ცოტა აქვს ეს გასაპოხე ეს იქნება ალბათ დასაზეთი კიდევ ან ეს ხმა ეხა მოყვება კიდე ქარის ისა აქვს ხო აი რაღაც მაგრამ იქ რაღაც საკისრი საერთოდ არა აქვს ხო ამას არა საკისრები არა აქვს ამ კოჭებს ხო ანუ ესეთი საინტერესო ან შეიძლება უბრალოდ იყოს შეგინთ შეტანილი ნაგავი და დასაზეთი ხო ეს ეხა შენი ის არის თვითონ და ვისაც ხმა არ მოწონს ვისაც ხმა არ მოწონს და უნდა რომ ხმა საერთოდ არ კონდეს ვანო ხა ხმები რო არ იდულობთ უხმარ კოჭას ეგეთები აღარ არის ხო 1970 წელს გამოსული უხმარი კოჭა მაგას ყველას ექნება ეგეთი ხმა მე მგონი მაგას თვითონ ხო ჰაერს რო ჭრის ამას აი საერთოდ რო შეხედოთ არ მაქვს დატრიალებული ანუ ხო დატრიალებუც რა და ხო აქ დავატრიალებ ხო ეს შეფუთული როგორც იყო ისე ამასაც აქვს თავისებური აბა დაატრიალე ხო აი თუმცა ხო ანუ ასე თუ ისე აქვს კი უკეთ ესეთი ნაზავი გვაქვს მოკლედ აი კაც ესე კადრში რომ გამოჩნდეს ამის ესე დასადები ეს რომ გადაიტანო და საბოლოო ჯამში ვთანხმდებით იმაზე რომ მესამე გვაქვს უკვე 300 ლარის ოდენობით მესამე სეგმენტი გვაქვს ავდივართ უკვე რა ჯოხი უნდა გავაკ აი 300 მოვიტანე 300 ლარი მოვდივარ რა ვაკეთებ all-ins 300 ლარი მინდა 300 ლარი ჯოხი მინდა რა ძალიან კაი ჯოხი რას მირჩევ ხა ანუ ერკვევი შტორმი გავუშვით კი ბატონო 5 მეტრიანი შტორმი ცოტა მძიმეა ეს რამდენი გრამია 190 გრამი არის ეს ჯოხი და ის კომპრომისი არის რამდენი აქვს გრამაჟობა ანუ საუბარი არის 10 გრამზე ხო ანუ მაყურებელს რომ არ იფიქროს ანუ საუბარი არის 15-დან 10 გრამამდე დიაპაზონში სხვაობები ну ხო ანუ რეალურად ეგრეა მაგრამ ანუ შეიგრძნობა მაინც რა ამას არა წერია ხო ну მაგას რა უნდა ვნახოთ ინტერნეტში მოკლედ ხო წორა ის როგორც მახსოვს არის 200 გრამამდე ხო ანუ 10 გრამი პლუს მინუსი გვაქვს ხო და ჩვენ გვინდა მივიღოთ ისეთი ჯოხი რომელიც იქნება 170-დან უბრალოდ 175-დან 170 გრამამდე 160-დან 175 ანუ საუბარი არის 10 გრამზე უკვე ეს პროფებში რო გადადიხარ და რაღაც ეს ამათ შორის არის 10 გრამი თორე არა მე რას ვამბობ 175 და 190 გრამიანი ჯოხი 20 გრამიანი სხვა ანუ 20 გრამზე მიდის დავა რო 20 გრამით ნაკლები თუ მაქვს მე უფრო მაგარი ტიპი ვარ დიდხანს გაგიქაჩავ გავძლებ ერთ თანამდებობ პირობებში ვიდრე მაგალითად შეხო უფრო დაიღლები ხო აი ამით ახლა სხვა მაშინ არ გავხსნათ ჩვენი
სამომავლო სურპრიზები. ხო, აი ეგენი აუცილებლად ისეთი სიტუაციებია მეგობრებო, რომ რაღაცები გვაქვს დაგეგმილი ისეთი, რომლებიც არა მარტო ჩვენთან, არამედ სოფლიოში უნდა აპრობირდეს რა. ანუ ეხლა მუშაობთ იმაზე, იმიტომ რომ დანიელი კარგად ერკვევა ამ სტილით თევზაობაში. მე სხვა რაღაცეებში ვერ ყვევი, ანუ სხვა რაღაც დეტალებში ამ მიმდინარეობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ისეთ სიურპრიზებს ვამზადებთ, რომ ეს ჯოხი ჩვენი ქართული რაღაცა ისე უნდა მოვიფიქროთ, რაღაცა უნდა გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ სირცხვილია რა. მე პირდაპირ რომ სირცხვილი არის, რომ მარტო ეხა ჰოფაბი დაიჭირა და გაუშვიდა, ეს რამდენიმე კომპანია არის ხო იდეაში, რომლებშიც მონაწილეობას ვიღებ, რომლებშიც ჩართულები ვართ, შენც მეც რაღაცნაირად და ყველას მოგიწოდეთ მეგობრებო, ვისაც რაიმე ქართულს ვინც აწარმოებთ, ეს არის ტივტივა, რავი, რასაც აწარმოებთ, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით იმას, რომ ჩვენთან მოხვიდეთ, ჩვენ რეალიზაციაში დაგეხმაროთ, ყველაფერში დაგეხმარებით, თქვენ თავარია გქონდეთ ის მუღამი რომ რაღაცა აკეთოთ, ხო? რაღაცა მუღამია. ანუ იდეაში მუღამი თორე ეხლა ყველა კარგად ვირკვევით იმაში, რომ თუ მუღამი არა გაქვს ამ რაღაცების ესე რომ ვთქვა, ჭხერკედელაობა და დაღვრილია. მუღამი თუ გაქვს აკეთებ რა. მუღამი თუ არ გაქვს, სუფთად რომ აიღო და თქვა რომ აი ეს ახლა ბიზნესის კუთხით ან რაღაც მსგავსი შეხედვით არის ძალიან მაგარი, არის სიცრუე რა. ანუ ორი ვარიანტი, ან მუღამი გაქვს, ან რაღაცნაირად, ანუ აფერისტი უნდა იყოს ამ სეგმენტში, რომ რაღაცა გააკეთო და მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ იმუშავებს და რატო? ანუ შენ არ მოგწონს მაგის კეთება, უგულოდ გააკეთებ და ყველანაირი გაკეთე, უგულოდ გაკეთებული საქმე. მე მინახავ, მე მაგალითად პირდაპირ გეუნები ერთ-ერთ მაღაზიაში, ეს იყო 2000 რომელი წელი იყო 16-15 წელი იყო 2010 წლის წინ, 11 წლის წინ. მინდოდა ნავიდან სათევზაოდ ანკესი, ჯოხი, ერთ-ერთ მაღაზიაში მივედი თბილისში და მითხრეს რომ ეს ნავიდან კარგი არის, იმიტომ რომ მეგობრებს მიყვებოდი ნავიდან უნდა გვეთევზავა. და საბოლოო ჯამში ანკესი ვიყიდე, რომელიც იყო ყინულზე სათევზაოდ აი ეს პატარა რა. ანუ ყინულზე სათევზაო ანკესი, მომცეს თუ ეს არის ნავისთვის იდეალური. ანუ მანდ ახლა ორი ვარიანტი, ერთი რომ იყიდე ნავით სათევზაო. ნავიდან რომ მოკლე ანკესი გჭირდებაო შენო. იმიტომ რომ ნავიდან ეგ ერთი მითხრა სწორი ხო რომ მოკლე რადგინა გძელი ჯოხი, მოკლე ჯოხი დაითრია, ანუ ნავიდან. მაგრამ ახლა ესეც პატარაზე გადავიდა ორი ვარიანტი, ერთი რომ არ ქონდა ის პროდუქტი, რაც მე მინდოდა და მომცა ის პროდუქტი, რაც თვითონ უნდა რომ გაეყიდა და საბოლოო ჯამში ხა იმის მერე მე მაგათთან არც ყოფილი ვარ და აი ეგეთი ისინი ხო გაქვს მეხსიერებაში რა, საბოლოო ჯამში გელექება და მე იმათ მიმართ, ანუ არც არანაირი ის არ გაქვს, ხვდები? ჰუმანური მიდგომა, სიმპათია არ დაგაჩნია, ხო ვისთან, ხო, ანუ რატომ მომატყუე, რას მერჩოდი, ანუ გეთქვა რომ აი არ მაქვს შვილო და წადი რა, შეგვეშვი. ან გეთქვა ისეთი ჯოხი, აი ის არა გვაქვს, მაგრამ შეიძლება იგიჯო ეს რო გამომატანე. აი რაც ჩემ ფეხებად მინდოდა ეს ჯოხი, ხო? ეს რა მე არ ვიცოდი, ხო, აი ხა ვიღაცა იტყვის რომ აი მე გწოდნოდა ძმაო. მე თუ ყველაფერი ვიცი. მაშინ მე თუ ეგეთი მაგარი ვარ და ყველაფერი ვიცი. არა, უყურეშოთა ეგ როგორ მუშაობს, შენ თუ რაღაცა იცი, შენ არც ტყუდები. აქ ჩვენ ვლაპარაკობთ. ხო, არ მოვალ კითხვით, არ მოვალ თუ ხო, ან ნახე, არ მოვალ კითხვით, ხომ არ შეგიძლია შემარჩევინო, მაგათად ეს და მოვალ და გეტყვი, მაგათად მინდა პირობითად. სპორტექსის DNA რაღაცა ჯოხი, წავიღებ, ჩავიდებ, წავალ ჩემ გზაზე რა. და მე რომ მოვდივარ, ან ეგეთი კატეგორია არსებობს, სამი კატეგორია არსებობს. დამწყები, საშუალო და მე უკვე პროფი, ხო, პროფესიონალი, ვინც უკვე ყველაფერი იცის, რა უნდა, რა ჭირდება და ასე. ამ ტიპმაც გაიარა ეგ გზა. საბოლოო ჯამში. ყველამ გაიარა ეგ გზა და ეს ტიპი სადღაც აქ რო არის გაჭედილი და მოვიდა შენთან, ხო? შენ თუ იმას გზიდან გადაახვევინებ, საბოლოო ჯამში ერთი რომ ცუდ მოხარებაზე რო არ ვიცავდე ხა უხეშად რო ჩავშალო და ანუ შენ დამი ცუდად განწყობილ ადამიანს რა მნიშვნელობა აქვს ხა რას ყიდი და როგორ ყიდი, ხო? ანუ ცუდად არის შესაძლებლად განწყობილი ის პიროვნება უკვე იმ დღის მერე და ანუ რატო უნდა ეცადო ადამიანი ეგეთ რაღაცას საბოლოო ჯამში რომ შენ რაღაც პირობითად რაღაცის გამო ეგეთი რამეჯი გადადგა. ანუ რეალურად თან ისედაც ხო, ანუ ისედაც ამდენ ფრონტზე უნდა იბრძოლო, ხო? ანუ ერთი რომ ვიღაცას უნდა ეხვეწო რომ დენი არ გაატაროს ტბაში, მეორე იქ ქვა არ წაიღოს სახში, მესამე იქ მაღაზიას უნდა ეხვეწო რომ პირობითად იცი რა მეგობა რომ ადექი და ნუ მოატყუებ ვიღაცას და მე ეს ბავშვი ხო ხდები, ანუ მთელი დღე ესე არ უნდა ატარო, მე მეოთხე
იმას უნდა ეხმეწო რომ პირობითად რო წახვალ სადმე სათევზაოდ წესიერ გააკეთებინეთ აი მე ერთი რასაც ვერ ვიტან არის ის რომ სათევზაოდ რომ მივდივარ იქ თუ ვიღაცა მომადგა მაგას ვერ ვიტან რა აი აქ ვისაუბროთ თუ გინდა 5 საათი დავსყდეთ ვისაუბროთ მაგრამ მეც რომ მივდივარ სათევზაოდ 4 საათი 3 საათი რომ მინდა რომ მეც ვითევზავ იქ რომ ვიღაცა მომადგება და ძმა რაზე თევზავ ან რაღაცას მეკითხება იქ უკვე ძალიან ცუდად ხვდები რა და ხვდები არ შეურაცხად იმიტომ რომ მეც მინდა რომ დავისვენო ხო ხვდებით მთელი დღე შევიძლია აქ დავსხდეთ ვისაუბროთ რა თემაზეც გინდა თუ გინდა რავი 4 საათი მარტო ნებსკავი სადმე თევზაობს არ უნდა მოხვიდეთ იქ არ მოხვიდეთ ეგრე არ გამოვა და უთხარით ბატონო შოთა თქვენი ტელეფონის ნომერი თუ შეიძლება ანუ ხო ეხლა ნომერი დარეკე რავი რამდენი ჯორჯი და თევზაობას მე დაუმეკე მე თვითონ დაგპატიჟებ რავი ჩაიზე ყავაზე რავი რაზეც გინდა თუ გინდა ხინკაზე წავიდეთ დავსხდეთ ვისაუბროთ უბრალოდ იქ მე რო თევზავ და ჩემი რაღაც ფიქრები მაქვს ხო იქ აი ყველას აქვს ანუ მაგიტო მე თავიდან სხვათა შორის ხა აი კრისპირას მეთევზეები მაგიტო არ მომწონდა რა რომ მაგათო რომ მიხვიდე დღესაც ეგრე არიან რომ კვარტზე რომ მიხვიდე და ვიღაცა ხანში შესული ან არა საშუალო ასაკის ადამიანთან მიხვიდე და უთხრა რომ როგორ ხარ რაშვები რაზე თევზავ ხო არ გაქცევს ხმას რა რატო გონია ეგ რა გონია კი პრაქტიკიდან გეუბნები კაცო არ გაუციათ ხმა მეც ეგრე ვიყავი მეც ჩავდიოდი და ადგილებში და ანუ მეც ეგრე ვიყავი და ხო ვიცი ხა მე ეგეთი ტიპი ვიყავი რომ მივდიოდი და რაშვები როგორ ახარ და იქ რომ ეს კაცი გავყვები და შესათავამდე ადიოდა ხოლმე ისეთი სიტუაცია იყო ანუ ამ პასუხი რო გინდა რომ მიიღო რა რეალურად და დაგვირეკეთ დაგვიკომენტარეთ რაც გინდათ გააკეთეთ გაგცეთ პასუხს ამ მომწურავად რაც შეგვიძლია ესეთი არ ვარ ანუ შენთან თუ მოვლენ ხო მე როგორ ანუ შეწუხება მაგას ვამბობ რომ იდეაში შეურაცხადი არ გახდა ბიჭო ხო შეურაცხადი მეც ახლა რო ისვენ ხო ანუ თვითონაც მე ეგეთი ვიყავი მაგას ვამბობ რა რომ ტიპთან მივდიოდი და ვეკითხებ ტვინს უბურღავდი სათევზაოდ ახლა ტიპი რო არის რომ წამოვიდა რაღაც გადადო რაღაცები ვიღაცას დრო მოაკლო სადღაც მოვიდა სათევზაოდ და მე გავიჩითე რა პატარა მივედი და ზრა არაშვები ხო და ერთად ეშმაკ ჩასაფრებული რო ხარ რა ვიღაცა რომ ჩამოვიდა თუ დაიჭირა ტრისას იმან თუ თევზი დაიჭირა ჩათვლენ ვაფშე დარხეული აქვს რა მაგ პერიოდში ვინმე რომ თევზი ჭერდა იმასთან არის ყველა ხო იცი ხა თუ ვერ იჭერენ იმასთან რა უნდა გამიზიაროს ხო ვინც იჭერს თევზს იმასთან არის ყველა საინტერესო სეგმენტი არასაინტერესო ვერ იჭერს და თან გიყვება რომ იცი რა აი ტესტავ ახლა და ვარიაცია მაგრად მოდიოდა გუში ვიყავ და ამ დროს ვიღაც ტიპი აგდებს ხო იქიდან თევზებს და რავი ხა არიან წნევის ბრალია წნევის ბრალია და აზერბაიჯანის ქარი არ უბერავს სომხეთის მიმართულებით და არეულობა არის იმაში სამხრეთ აფრიკაში ხო და ნუ აი საბოლოო ჯამში იმაზე ვთანხმდებით რომ ამ სტილი თევზაობა და მესამეს რას უშვებ აბა მესამეს მე ვფიქრობ შტორმის ჯოხი გამოუშვი შტორმის ჯოხი კოჭა ამ ჯოხით უყურე როგორი სიტუაცია არის არ შეგეშინდება დაგიჭდეს დიდი ზომის ჭანარი ახრამული და თუ გიწევს კილოიანი ან კილომდე ხრამულის ჭერა ანუ გაცილებით უფრო სწრაფად მოყავს ეგ ვერ გავიგე როგორ უყურე როცა თევზაობ უფრო მეტად ხისტი ჯოხით აღარ გეჭიდავება რა თევზი ისე მაგრად და შეგიძლია უფრო შეგრძნებებს ხო კარგავ შეგრძნებებს რო კარგავ ეგ სხვა საკითხია შეგრძნებებით თუ თევზაობა როცა ადამიანს სურს ის უკვე აღარ ზოგავს რაღაც თანხებს ხო ანუ აღარ ის უკვე რაღაც პირადად მაქვს ჯოხი რომელიც ძალიან ფაქიზი ჯოხი არის იმიტომ რომ კარბონის ჯოხი არის 100%-იანი და ყველამ ვიცით და ვთანხმდებით რომ კარბონის ჯოხი მაგარია ანუ ეგ მაგარი არის საქმეში და არა სიხისტეში. ანუ კარბონის ჯოხი უფრო მეტად მალფუჭებადი არის, ვიდრე სხვა ჯოხები. მაგრამ ესენიც კარბონია ეხა. ხო, მაგრამ როგორ გინდა ეხა მაშინ ედელიმ სისქი აქვს, შტორ. ხო, რა თქმა უნდა, გრამაჟობა გაძლევს იმის საშუალებას, რომ ედელიმ სისქი აქვს. მერე კიდევ ალმირებული ისინი აქვს. რა ქვია? ალმირებული რა, ნაწილები? სტავკებს რა ქვია? რისი სტავკები?
შიგნით რაც არის კალენები. ნუ ნაწილები ფართები რა. ფართები. ნაწილები ანუ იმაზე ხო გოლ გაშლის სიტუაციაში ნაწილები ამას აქვს ალმირებული თან. ანუ ეგ ხო თავისებურად სიმპლიფეს ან სიძლიერეს მატებს ჯოხს. ხო რა თქმა უნდა. ამასთანავე მატებს კიდევ ან საბოლოო ჯამში იღებ ცოტათი მეტ გრამაჟობას. ანუ ორი ვარიანტი გაქვს. ერთი ან ღებულობ უფრო მაგარი ჯოხებით, ანუ იგივე ვოლჯანკას ბრენდი რომ მაიყო კიდევ უფრო ძვირფასი ძვირიანი. ეს უფრო არის გათვლილი დიდ თევზის დასაჭერად. ხო, რო ამოიყვანო რა. დიდი თევზის დასაჭერად არის გაკეთებული. ანუ თვითონ ამ ფირმასაც, თვითონ ვოლჯანკასაც კი უწერია ზედ, რომ ეს არის უფრო დიდი თევზის საჭერად. ხო, კი, აწერია Max Power, რაც წერიათ კი ეგრეა. ეხა ვიღაცამ შეიძლება პატარა თევზეც ითევზაოს, წეგან მაგას ვიძახთ. შეიძლება ვიღაცამ ხელით ითევზაოს, ვიღაცამ პოლიჯოხით და ვიღაცამ კავით და რა. ერთ სიტყვით, ეს ჯოხი ძალიან მომწონს და მართლა კარგი შედევრი არის. კოჭა ოღონდ არა 80 ლარიანი, არამედ 150 ლარიან ფარგლებში არის კოჭები, რომლებიც 150 ლარად იყიდება, ნაკლებად არის ნამუშევარი და გვაქვს კიდეც ეგეთები, აი შენს უკანდევს. ეს დანიელის მიერ არჩეულებია სათითაოდ. მაგალითად ეს შემოწმებული, აი რაც არ უნდა, ხო, აი ყველა კოჭა ეგეთი. ხო, აი ეს არის უკვე მაღალი სეგმენტის კოჭები რა. პირდაპირ გეტყვით, ეხლა ვინცაც აქ მე თვითონაც კოჭებს რო ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე, ისეთი კოჭა რა ვის აღარ მივწერე, ყველას მივწერე, თითქოს ვისაც ეგეთი კოჭები აქვს რა. ანუ წლებზე არის კიდე უყურე სხვათა შორის. აი წლები მეც დავამოვა. სხვათა შორის ანუ კი არის განსხვავება, მაგაზე ვთანხმდები ყველასთან, რომ წლების მიხედვით კოჭებში არის განსხვავება, მაგრამ აი ტიპი რომ მეუბნება რომ იცი რა, აი 90 წლიანი ჯოის 90 წელს გამოსული კოჭა ძალიან ცუდია და აი 90-მდეა ის სიტყვაზე 70-იანი კოჭა უკეთესია და რაღაცა. ვთანხმდებით იმაზე რომ რაღაც სიტუაციაში უკეთესია, კი, მაგრამ ანუ იმხელა კოლოსალური სხვაობა არ გააჩნია. ხვდები, ანუ შენ რა საქმეც უნდა გიკეთოს ამან, ორივე აკეთებს. თავარია მდგომარეობა იყოს კარგი. უბრალოდ არის მეტალზე, მეტალი ანუ 70 წლამდე სხვა მეტალი ქონდა, 65 წლამდე, აი 65-დან 70 წლამდე კარგი მოდელები იყო. ეს ნევსკაიას ქარხანა თვითონ, ხო? ანუ აქ ქარხანა კიდე სხვადასხვა ქალაქებსაც ქონდა. 65 წლამდე საერთოდ ვერ გამოიყენებს ახავსეთ ისეთი კოჭები ქონდა. ანუ მეტად მძიმე იყო. სხვანაირი ეს რომელ წლამდე ამბობ? 60 ანუ 65 წლამდე. 65 წლამდე ან ძიმე კოჭები იყო და ორი ვარიანტი გამოდიოდა, ასეთების გამოდიოდა 65 წლამდე. და გამოდიოდა კიდე მეორე ვარიანტი, იმას რაღაც ესე ამოშორილი ქონდა შტირივით. და იმით აჩერებდი და ანუ ერთ სიტყვით ვაფშე სხვანაირი ის ქონდა რა. შეხედულება და მექანიზმი. მექანიზმი თორე შეხედულებას აღარ დავეცებთ რა. ხო და ეს კოჭა ეხა მაგალითად ტიპს უნდა რომ იყოს ძველიც, იყოს მაგარი, იდეალური იყოს და ეგ უკვე თანხმობს. და კიდე უფრო ჩვენ ახლა დღეს ვყავდა რამდენიმე მოხმარებელი, რამდენიმე ტიპი, რომლებმაც ასაკის მიხედვით წაიღეს კოჭებს. ჩემი ასაკის დაბადების თარიღს მინდა ემთხვეოდეს კოჭის გამოშვების თარიღი. 1987 წლის კოჭა მიჭირავს ხელში. 1987 წლის. რო თქვათ რომ რაღაცა სასწაულია ახლა მოგატყუებთ აგერ წერარაც ვაჩვენი ხალხს რა, გაუხსნელი და უხმარი კოჭა 1970 წლისაა პირადად ჩემი ეგზემპლარი, რომელიც ანუ წლოვანების მიხედვით იმაზე ძველებიც არის და იმაზე 65-იანი მაქვს მე, მაგრამ ჭრაჭუნობს. ხო. ანუ რის თქმა მინდა არის თან ძველი გამოშვება და თან არის იდეალურ მდგომარეობაში. დღესდღეობით ხალხს ვერ გაუგია იდეალური მდგომარეობა რას ნიშნავს. მე როცა ვყიდი მეორად კოჭას და ვიძახი რომ იდეალურ მდგომარეობაშია, ის უნდა იყოს ნაკლებად ნახმარი. ხო, რა თქმა უნდა. ხო. და დღესდღეობით ანუ იდეალურად თან ეთყობა, ეხა მე რას დავაკვირდი, რასაც დავაკვირდი. ხმარების კვალი ეთყობა, როდესაც იმას გახსნი ბარაბანს, ეგრეთ წოდებულ ბარაბანს რო გახსნი რა. აი რო ანახო იქ კადრში თუ გამოჩნდება
აი ნახეთ უკანა მხარეს ეთყობა ხმარების კვალი და ტოვებს თავის ეს რატო ჩდება ეგ ხაზები საერთოდ ანუ ეს ხაზები ეგ ხაზი რა დროს და მაინც ედება მექანიზმს და რა დროს როცა მოყავს თევზი როცა დაჭერილ მდგომარეობაშია თუ რო ძირითადად მაგ შემთხვევაში იმიტომ რომ დაწოლის კუთხე მაინც იცვლება და ხაზავს უკვე ერთ ხარეს უფრო მეტად იხრება ასე ვთქვა ანუ მაგას თუ მიაქცევთ ყურადღება მე მეორე რასაც უნდა მიაქცევ აი კოჭის არჩევაში სადაც არ უნდა მივიდეს ტიპი, ხო? მაგალითად, რავი, თუნდაც აი მივიდეოდან რო გაიგებს და მივიდეს სადღაც პირობითად ტაჯიკეთში რა. აი ეს კიდე სურვილი აქვს გადაახვიოს მე ან რაღაცა გაუყუროს რა. ამდენი ხანი ტრიალებს და პატარაზე გავარტყითით და მაინც ამითაც არჩევენ ხოლმე შოთა. ხო, მაგრამ აი ეგეთ დროს მაგას შეიძლება დიდხანს ტრიალდეს, მაგრამ მე რაცაც დავაკვირდი, რასაც უნახულობდი, ხო, არის რომ ღერძი არის ხოლმე შეიძლება იყოს გაღონული. და მაინც დიდხანს ეტიროს, მაგრამ ღერძი გაღონული ქონდეს ეგეთი ციფრა. ან უკან დაკაწო. ეს სიტუაცია ეხა ვინც მიდის, ხო? ვიდია შეგამ თავარი ამოცნობი რომ კარგად იტიროს და ხმა არ ქონდეს დიდი რა. მე გირჩევთ მეგობრებო, რომ თუ თქვენ არიცით კოჭის არჩევა, ვინმე წაიყვანეთ ვინც იცის რა. ხო, ან მიდით ისეთ მაღაზიაში ვინც აგარჩევინებს რა. ხო, რა, ანუ ეხა აქ მოდით. სორტებად არა. აქ მოდით და განახებთ, ხო, სორტებად ახლა ჩვენ რაღაც მაგალითად სორტებად გვაქვს დალაგებული. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რაც თქვით 80-ლარიანი სეგმენტი, 150-ლარიანი სეგმენტი კოჭების მიხედვით ვიზახი და ძალიან დიდი რაოდენობა. ეს თან რო სერვისდება, ეხლა რასაც ვაკვირდები, რამდენი ხანი ნადები კოჭები ხო, თუ აღმოაჩინე კარგი კოჭა, შემდგომ უკვე ნადებია დიდი ხნის და გიწევს იმის სერვისი რა, იქ ძველი ზეთია გამოსაწმენდი და თავის ის ჭირდება რა, ხელის ეგრეთ წოდებული შევლება რა. კარგით, მოკლედ დღეს სამით დავასრულოთ. განხილული ქონდა, საერთოდ რო შევაჯამოთ, ეხლა რა უნდა ვქნათ რა. მოკლედ თუ ვიწყებთ დამწყებებით უღად 100 ლარი არის ბიუჯეტი, რომ ამ სტილით ითევზაოთ, დაიწყოთ, 120 გამოვიდა ბოლოს. ანუ დამწყებებისთვისაც არ არის რა, შოთა ეს უბრალოდ არის ის იმ ტიპის ხალხი, ვისაც არ უნდა ზედმეტი გადახდა, იმიტომ რომ აი რო არ მომეწონოს მე რა ვქნა. ანუ არის ეს ტიპი რა ხალხის და მე იდეაში შეგიძლია ხო ბევრი აკეთებს ამას ეს არ არის არავის თუ შენ კარგ რაღაცას ყიდულობ და მე არ მოგეწონა არსებობს მაგრამ ხალხი სხვანაირად ფიქრობს და ვიცი და მაგიტომაც ვთქვი თორე ანუ მაინც მე იმას არ ვიძახი რომ 120 ლარის ბიუჯეტით უნდა დაიწყო ხო ერთი რა ჩემიზდია ერთი ეხლა რა იდეაც მომივიდა თავში შეგვიძლია მაგათად კოჭაზე მივცეთ პირობითად ერთთვიანი გარანტია თუ არ იქნება გატეხილი რა ერთ თვიანს კი არა მეტ გარანტიას მივცემ პირადად მე იმიტომ რომ ერთთვიანი გარანტია მოკლედ ესეთი სიტუაციაა რომ ერთთვიანი გარანტია აქ ნაკით ნევსკაიას კოჭაზე გექნებათ ერთთვიანი გარანტია რა შემთხვევაშიც თუ სერვისი იქნება ესე რომ ვთქვათ შესაძლებელი დავასერვისებ თუ არა და გამოგიცვლით ეგრეთ წოდებულ კოჭას მაგრამ თავარი არის არ იყოს მანქანა არ გადავალოს ყალმა არ წაიღოს დაკარგული არ იყოს და ასე შემდეგ კი ოღონდ მე დავამატებ ხა ჩვენ თავს მივცემ მაგის უფლებას და დავამატებ რომ ვისაც უნდა გარანტიით წაიღოს ის კოჭა გარანტიით თუ მიაქვს ვიღაცას კოჭა ჩვენ ინიციალებს ამოვტვიფრავთ იმიტომ რომ სხვა კოჭიდან არ აიღოს მე ის ბარაბანი, ზედა თავი, რაღაცა შეცვლები შემოგვიყვება. მარტივად, ძალიან მარტივად. და ისეთ ადგილზე გავაკეთებთ ამ გრავირებას, რომ მარტივი იყოს ამოსაცნობად. ეგ მოსაფიქრებელია მე როგორ თქვა ან ფოტოები შეგვიძლია გადავუღოთ ყველაფერს თუ გამოსვლის ახლა ეგ უკვე მოფიქრების ამბავია რა კი არა მე უბრალოდ მაქვს ეგეთი გამოცდილება სამწუხაროდ მაქვს ეგეთი გამოცდილება პიროვნება არის სახეს და გვარს არ დავასახელებ ჯერჯერობით ვიზე ხარ ნაწყენი ჯერჯერობით ვიზე ხარ ნაწყენი გამოვუშვი არ არის არც გამოჩენილი და არც ნობადი ტიპი არ არის ერთ-ერთი მეთევზი არის და რა გიქნა როგორ მოგატყუა კაცი ესე იგი ორი კოჭა ჩამომიტანეს რუსეთიდან ეს ნევსკაიები და ტიპი მეუბნება რომ თუ გინდაო მაგასო მე დაგირეგულირებო რა როგორც საჭიროა რეალურად ეს რომელი წლებია ადრე ამბობ თუ ბიჭო არ არის ადრინდელი ამბავი და მაგიტო უფრო ბრაზდები რატო გავატანე იმიტომ გავატანე რომ მუშაობდი და დრო არ მქონდა გაიგე და წავიდე ანუ მე ანუ ამბავში მივეცი კოჭები და რაღაც რომ მეთქი პატივს უცემს კაცი და მე
მე ჩემი ბურად პატივს ავცემ ხო ხო და რა მოხდა რა მოგიტანა იმმა წაიღო ეს კოჭები მომიტანა უკან და მეუბნება რომ აგერ არისო ძმაო დავტოვებ შენთან მაღაზიაშიო და იდეალურად გასწორდაო რა ჩამოვდივარ სამუშაოდან მაღაზიაში შევდივარ ჩემთან და ვიღებ ამ კოჭებს ჯორო დავატრიალე ვერ მივხვდი ტრეშოტკა ჩართული ჰქონდა მართლა რა გენერატორი ჩადგა ურეკავდა მეთქი რა ხდება ძმაო რაშია საქმე არ ვიციო მე რომ მოვიტანეო ან იდეალური იყო და მანდ გამყიდველს ხوار დაუვარდაო და რაღაცა ძალიან სტრანი ლაპარაკი წავიდა რა ნუ ერთ სიტყვით მე იმ ძველ კოჭებზე მქონდა რა ის ვიცოდი როგორც უნდა მესნო იმიტომ არ გამიკეთებია რომ აი ეს რო წაიღებს ის ფიქრი არ მქონია რომ სხვას მომიტანს უბრალოდ ჩემმა მეგობარმა ვინც გამომიგზავნა ეს კოჭები იქ დააწერა ეგ ინიციალები რა რომ ცოდნოდა რომელი უნდა ამიღო მე იმიტომ რომ სულ გამოგზავნა 5 კოჭა 3 უნდა გაყიდულიყო და 2 უნდა დამეტოვებინა მე და ეს სისწრაფეში რომ ყველა არ შემემოწმებინა და რამე ამ 2 კოჭას გაუკეთა ინიციალები და ანუ მე გამახსენდა დროთა განმავლობაში და დავხედე რა და არ ქონდა ეგ ინიციალები არც დექს დაფას და არც ზედა თავს რა და რა საწავიდა ეს დაფასი და სხვები შეცვალა და თავისაზე დააყენა ანუ რეალურად და შენ ვერ მიხვდი ის კოჭა არ გინახავს ხო პრინციპში ეგრევე აი ყველას რა ო ეგეთი რაღაცები ხდება ნუ მე რაღაცები მოხდა ის კოჭების ზედა თავები რაც იყო ის უკან დავიბრუნე მოგვიწია ცოტა ჩხუბი და კამათი, მაგრამ რას ვიზავთ, გამომავალი მდგომარეობა იყო. ნახეთ გამოსავალი. ხო, ერთ სიტყვით არაფერი არ იკარგება, ყველაფერი ჩდება საბოლოო ჯამში რა და გირჩევთ, რომ თქვენც თანამშრომლობთ ჩვენთან სუბთაგულით. ხო, ანუ მოგვიდგეთ ჩვენ სუბთად მოგიდგებით, რაც შეგვეძლება დაგეხმარებით, რაც შეგვეძლება გასწავლით, რაც ჩვენ არ გვეცოდინება. ერთად ვისწავლით, იქნება ხო, ანუ ეგეც არის, იქნება ისეთ რაღაცას მიაგნო, რომ რაც მე არ ვიცი, ეგ ჩაოლებრივი მოვლენაა, ხო, ანუ ეს ისეთი სიტუაცია კარგ ადგილს მიაგნო, ხო, რაც თავიდან საუბრობდი დასაწყისში, რომ რაღაც კარგი ადგილები ნახე და იმ კარგ ადგილებში იდეაში თევზი კარგად იდგა. მოკლედ, ამით დაგემშვიდობებით, მე საბოლოოდ უკვე 5 დღეში დაახლოებით შემოგიერთებით კიდე უკვე ვრცელი პოდკასტით, სადაც უკვე ვისაუბრებ სხვადასხვა დეტალებზე, სხვადასხვა თევზაობის სტილზე და იმ ყველაფერს გაგანდობთ, გაგიზიარებთ, რაც შეიძლება გამოგადგეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოგადგებათ ამ მოგწერეთ კომენტარებში რა კომენტარებში დაგვიწერეთ რა გინდათ საუბარი, რა თემა უფრო მეტად გინდათ რომ გაშალოთ. დღევანდელი თემის საფუძველი ეს იყო რომ ერთმანეთი გაგვეცნო შემოგვეთავაზებინა მცირე, მაგრამ კარგი ინფორმაცია. მე მაგალითად ერთს ვიტყვი კიდევ რომ აი ძალიან დიდი მუღამი მაქვს სოკოს კრეფის ტიპები რომ მოვიძიოთ რა სოკოს კრეფენ ანუ მივყვებით მიმდინარეობებს ჰობები უამრავია მეგობრებო დაგვიწერეთ პირველ რიგში ნახეთ ესეთი რაღაცა გავაკეთოთ რა თუ თქვენ რამეს აწარმოებთ ზოგადად საქართველოში და რამეს აკეთებთ სათევზაო მიმართულებით მოგწერეთ დახმარება თუ გჭირდებათ მოგწერეთ რეალიზება თუ გჭირდებათ მოგწერეთ თუ რაიმე ჰობში ისეთი რაღაცა გაქვთ აღმოჩენილი რაც გინდათ რომ ხალხს უთხრათ და მოხვიდეთ ჩვენთან მოგწერეთ ეგეც დავგეგმოთ შევხვდეთ ვინც არ უნდა იყოთ ჩვენი კარი ადგილები ძალიან ბევრი გვაქვს ანუ მოვიდეთ ესე ვისაუბროთ ვინც არ უნდა იყოთ ანუ აქ არ არის რომ მე მაგათი უფრო გამოჩენილი ტიპი ვარ და ამიტომ რაღაცა უფრო ეგონოს რომ მე უფრო უნდა მოვიდე არა ვინცაც გექნებათ სურვილი ვინცაც არ გეზარებათ საუბარი და ვინცაც არ გეზარებათ იმის ინფორმაციის გახსნა და მიწოდება სხვა ადამიანისთვის და არ გინდათ რომ წაიღოთ იმ ქვეყნიურ საქართველოში მოვბრძანდით ვისაუბროთ ბევრი სიახლე გვაქვს კადრების ძალიან ისეთი უხვი კადრები დაგვემატება სხვადასხვა მხრიდან გადაღებული და ნუ აი ისეთი სიტუაცია გვინდა რომ შევქმნათ მეგობრული გარემო სადაც ჰობები იქნება ჰობების ჰაბი სადაც ჰობების გენერაცია და ჰობების გენერატორი გვექნება და ნუ ნახავთ იმ ყველაფერს
რატო არის ზოგადად ჰობის ქონა კარგი. ხო აი მე მახსენდება სივში რომ წერდნენ ხოლმე რა, ანუ იქ სივში ადრე მახსოვს ბავშვობაში რომ სივს ქვევით ქონდა შაბლონს ჰობი რა გაქვს და მე იქიდან უკვე რომ მოდიოდა ეს სივები ვნახულობდით და ჰობებს ვაქცევდით ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ თუ ჰობი ეგრე შეიძლება ვიღაცამ თქვას არ შეიძლება ეგრე გარჩევა ადამიანებს, მაგრამ ნუ ჰობი თუ აქვს მაგალითად რაღაც ისეთი უცნაური, ცოტა ისე უყურებ რა, ანუ საერთოდ თუ არ აქვს ჰობი, ხო ეგ არის პრობლემა, საერთოდ ჰობი რომ არ გაქვს და რაღაცაზე ხარ მუსიკის მოსმენაც კი ჰობია. კი, რა თქმა უნდა. მუსიკის ანუ კაი, მოდი ყველაფერს თავი დავანებოთ, ან ისიც კი ჰობია. რომ ჰობია. რომ ჰობია. და ისიც კი თუ არ გაგაჩნია, რომ აი ჰობიც არ ქონაც კი ჰობი როა. არა, ჰობის არ ქონა ჰობია. ჰობის არ ქონა ჰობია. ანუ ჰობის არ ქონა მაქვს ჰობი. ხო, არ მინდა რომ ჰობი. არ მინდა რომ ჰობის არ ქონა ჰობი მქონდეს. ჩემ ხო მაინც ოფში ხარ რა. ჰობის არ ქონა ჩვენი ჰობია. მოკლედ ჰობია, ანუ მოგზადით ჰობი ჰაბში. დავიცნოთ ერთმანეთ უკეთესად. მოგწერეთ. კი ბატონო, არ არის პრობლემა, კომენტარები დაგვიწერეთ, თქვენი თითეული, აი ნახეთ ჩვენ გვაძლიერებს ის თქვენგან უკავშირი, რაც გექნება ჩვენ და მე, რასაც დაგვიწერეთ, შევეცდებით რომ გამოვასწოროთ, ეს იქნება თემატიკა თუ რაც შეიძლება იყოს ნებისმიერ თემაზე და ჩვენს უფრო მეტად გავიზრდებით თქვენთან ერთად საკმაოდ პირველი გადაცემისთვის საკმაოდ კარგი სტუდია გვაქვს ისეთი სადაც შეგვიძლია რამდენი საათიც გვინდა იმდენი საათი ვისაუბროთ ჩვენი სტუდია გვაქვს ძალიან ისეთი ყველაფრის ეს არ ვარ შეზღუდული რომ აი მოვიწიოთ არ არის რა ანუ შეგვიძლია ბევრი სტუმარიც მოვიწიოთ ერთდროულად და ვისაუბროთ მოკლედ იმაზე, რა პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით, რა შევცვლიდით, როგორ შევცვლიდით და ეს ყველაფერი უკვე სამომავლოდ იქონიებს, რა თქმა უნდა, გავლენას იმ თაობაზე, რა თაობას ჩვენთან იქნება და ხავსის თემასაც მეგობრებო, დაუბრუნდებით. უფრო ვრცლათაც განვიხილავთ ამ თემებს. უფრო კარგათაც ჩავშლით ამ თემებს და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. დღევანდელი საფუძველი იყო უბრალოდ დასაწყისი, დავიწყეთ ამ თემით, უბრალოდ ერთმანეთისთვის, რომ კარგად გაგვეცნო ერთმანეთი, თქვენს გენახათ რა გვინდა საერთოდ ჩვენ გვინდა რომ ჰობები წარმოვაჩინოთ და თქვენგან გვინდა ის რომ გვერდში დაგვიდგეთ ბდით ლაიქი და კომენტარი ლაიქი კომენტარები გვერდში გადაზიარებები და ასე გამოიხატება კიდევ რომ მოგბრძანდეთ ვისაუბროთ ერთმანეთს სიახლეები გაუზიაროთ რასაც აღმოაჩენთ ეგენი გავიზიარე ჩვენს ანუ არ ვიძახით რაღაცას რომ აი ჩვენთან მოდი და რაღაცა იყიდე გინდა არა ხო ეგ არ არის პრობლემა ჩვენთან უბრალოდ მოგვისმინეთ ნახეთ სხვაგან წადით და შემდგომ ეცოდნა სხვაგან ეგეწოდებულად და მოსკეთ რა მოსთხოვეთ რა უნდა გააკეთოს და როგორ ეცოდინება უკვე რომ მიდიხარ ეგ შიშის ზარს ცემს მე ყველას ნებისმიერ სფეროში რა რაც შეეხება კიდევ სურპრიზებს რაც შეეხება მე უკვე დეტალებზე თქვენთან ვისაც ექნება ურთიერთობა სურპრიზები არ მოვაკლდება გაიგებს მარტივ მოგე წარმატებებს გისურვებთ კარგ თევზაობას გისურვებთ და აბა ყოჩაღად იყავით კარგად იყავით კარგ ნადირობას კარგ ჰობაობას გისურვებთ ჰობაობას და უბრალოდ ამინდების გამოსვლა გჭირდება აუცილებლად რომ რაღაცები მე ამინდებს ველოდებით ხო მოგეთ აბა წარმატებები და კარგად იყავით ნახვამდის კარგად მომავალ შეხვედრამდე